სამშვიდობისა მაესტროს ეთერში თოქ-შოუ პრეს-პრესის დრო დადგა. რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 1 საათის მანძილზე თქვენ ვერ ნახავთ ერთ აზრზე მდგომ ადამიანებს და ვერ მოისმენთ მათ ერთნაირ შეხედულებებს. ეს ფრაზა კი დღევანდელ შემთხვევაში ალბათ განსაკუთრებულად ზუსტი და აქტუალური იქნება, რადგან დღეს ვდავალთ გემოვნებაზე, მუსიკალურ გემოვნებაზე. მაშინ ასე დღევანდელი პრეს-პრესის თემაა მას-მედია და მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება. რას ნიშნავს გემოვნებიანი მუსიკა? რა დოზით მოიპოვება ის სამამულო მუსიკალურ ბაზაზე? რა დოზით მიეწოდება მსმენელს სატელევიზიო თუ რადიო ეთერის საშუალებით და რაზე გავლენას ახდენს ან საერთოდ ახდენს თუ არა რამე გავლენას ახალგაზრდა თაობის მუსიკალურ გემოვნებაზე. ამ არც თუ ისე იოლ თემაზე სასაუბროდ ბუნებრივია ჩვენი პრეს-გუნდი მოვიწვიოთ საღამომშვიდობისა ყველას. აქვე კი რაც შეეხება ჩვენს ასე ვთქვათ მოპასუხე მხარეს. დღეს ჩვენი სტუმრებისათვის 4 სავარძელია გამზადებული და ამ სავარძლებს სულ რამდენიმე წუთში თქვენს გარდა რა თქმა უნდა დაიკავებენ არახატოვნად რომ ვთქვათ ახალგაზრდა თაობის მუსიკალური გემოვნების გაფუჭებაში მთავარი ბრალდებულების ტელევიზიისა და რადიოს წარმომადგენლები. მივხვდით ალბათ რომ დღეს საკმაოდ საინტერესო საუბარი გვექნება, თუმცა სანამ საქმეზე გადავიდოდეთ, ტრადიციული პროლოგი პრეს-პრესის ეთერში. კონკრეტულად მუსიკალურ გემოვნება ალბათ ისევე როგორც ზოგადად გემოვნება ფრიად უცნაური, ფრიად პატივსაცემი, თუმცა ფრიად ინტიმური რამეა. ის თავად ადამიანის ჩამოყალიბებასთან ერთად ყალიბდება და ისევე იცვლება როგორც ვითარება და დრო, რომელშიც ამ ადამიანს უწევს ცხოვრება. მუსიკალური ჰანგის აღქმის დაქვეითებას და გემოვნების დაჩლუნგებას ნებისმიერ ეპოქაში სწორედ იმ ეპოქის დამახასიათებელ ნიშნად თვლიდნენ. ამიტომ არც ის არის უცნაური, რომ თანამედროვე ლოზუნგი გადავარჩინოთ და დავხვეწოთ ახალგაზრდების მუსიკალური გემოვნება, აქტუალური და ხმამაღალი განცხადების პირობაზე ცრემლების მორევამდე სენტიმენტალური გახდა. კითხვა ნომერი 1. ვისგან და რისგან გადავარჩინოთ გემოვნება? ამ რიტორიკულ კითხვაზე პასუხებს პირველ რიგში და ალბათ ლოგიკურად იქეძებენ საიდანაც ყველაზე დიდი დოზით იღვრება მუსიკა. უფრო კონკრეტულად ეს უზარმაზარ ტვირთმზიდი ორგანიზაციები, რადიო და ტელევიზია აღმოჩნდნენ. მათ კვალდაკვალ მედიის ბეჭდვითი საშუალებები მოდიან, რომლებიც იმას უთმობენ ფერად თუ არაფერად გვერდებს, ვიზეც ძალიან მარტივად რომ ვთქვათ მოთხოვნილება არსებობს. ყველაფერი ეს კი მიღებული აზრის მიხედვით არასწორად აყალიბებს ახალგაზრდების გემოვნებას. მეორე მხრივ აყალიბებს ფსევდოგემოვნებასაც, რომლის ტყვეობაში მყოფნიც ამგვარი ფრაზებით გამოხატავენ საკუთარი პიროვნების არსს. მე ვუსმენ მხოლოდ ჯაზს. ესეც თავისებური კომპლექსია. რაც შეეხება ისევ პასუხისმგებლობის კომპლექსს და უნებურ თუ არაუნებურ მისიას, რომელიც რადიოებსა და ტელევიზიას დაეკისრა. მათ გავლენას ჩვენი ახალგაზრდების პატივსაცემ ყურებზე არავინ უარყოფს. თუმცა ნურც ახალგაზრდებს და ნურც მათ ყურებს დავუკარგავთ იმ პრივილეგიას, რომ გააჩნიათ უნარი მიიღონ ის, რაც კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტულად სიამოვნებთ. კონკრეტული შეფასებები და აზრები თემაზე კი ასეთია. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გაშუქდება ეს ყველაფერი მასმედიის მიერ. ეს იქნება სატელევიზიო ინფორმაცია, რადიო ინფორმაცია თუ ჟურნალ-გაზეთები. უგემოვნო მუსიკაც თუ ძალიან ხშირად გესმის, შეიძლება მეც ავყვე იმას და უბრალოდ ბოს მომეწონოს. დღეს მუსიკოსები არ დგანან ამის სათავეში. დღეს ისეთი ხალხი დგას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სიტყვა მომგებიანს როგორ გითხრათ, წამოწევს ხოლმე წინ. და სიტყვა მომგებიანი ხელოვნებაში, ზოგადად ხელოვნებაში, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, იმიტომ რომ მომგებიანი ხშირად წამგებიანი აღმოჩნდება ხოლმე და საბოლოო ჯამში მაინც აღმოჩნდა წამგებიანი, იმიტომ რომ დღეს ქართული ესტრადა თამამად შეუძლია გითხრათ, რომ ფაქტურად არ არსებობს. ჩვენ ყოფიერებაში რაც გვაღიზიანებს, ხო, აი ტელევიზიას რო უყურებ და ვიძახით, რომ აი ეს რა ცუდია და ეს. სამწუხაროდ ეს ასახავს ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას. იგივე კულტურულს, იგივე ინტელექტუალურს და როგორცაც გინდათ, იმიტომ რომ თუ კი ამდენი ხალხი ითხოვს ამას და უნდა, რასაც ჩვენ ესეც უც ვეძახით, ესე იგი ჩვენი უმრავლესობა ესეთია, ხო, ელემენტარულად. ისტორიას უნდა გადავხედოთ, მოკლე მეხსიერება ნუ გვექნება და გავიხსენოთ ის თუნდაც სანრემოს ფესტივალები, რომელსაც წლიდან წლამდე უცდიდნენ, თუნდაც ის სავეტსკაია პესნია თუ რაღაც, სადაც ესეთი გაურკვეველი სტილის მომღერლები პროცენტულად ცოტა გებულობს იმ ძალიან კარგს. მივხვდით? მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავიდეთ იმ რაღაც დონეზე. მაგრამ მე ვურჩევდი მასმედიას, რომ ჩვენი მომავალი თაობისთვის ასეა საჭირო, რომ თავი შეიკავონ ბევრი უგუნურების რეკლამირებისგან და მაშინ თუ გაჩერდებიან უკეთესია. კითხვა ნომერი 2. სად გადის ზღვარი გემოვნებიან და უგემოვნო მუსიკას შორის? გემოვნებასა და უგემოვნებას შორის, აი სად გადის ზღვარი, ეს კიდევ დასადგენია. პირადად ჩემთვის
ისიც უგემოვნობაა, რასაც ეძახიან ტრადიციულ ქართულ ესტრადას, რომელიც ნამდვილად არ არის ის ესტრადა, რასაც ჩაუყარა საფუძველი იგივე რეზო ლაღიძემ და ეს, რასაც დღეს ეძახიან, არის ჩემთვის ჩვეულებრივი რესტორნის მუსიკა, რომლის ადგილი არის ან სუფრაზე, ან რესტორანში და როდესაც ადამიანი დიდ დარბაზში მიდის კონცერტის საყურებლად, ჩემთვის წარმოუდგენელი, რატო უნდა კონდეს იგივე მოთხოვნილება, რაც პურმარილზე. გემოვნებიანი მუსიკა აუცილებლად ჯანსაღია. და არა გემოვნებიანი აუცილებლად არა ჯანსაღი მუხტის მომტანია და ის მხოლოდ და მხოლოდ უციგნურს და არა ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანს აკმაყოფილებს. გემოვნებიანი მსმენელი არის ის, ვისაც შეუძლია კლასიკური მუსიკა აიღოს და გაითავისოს და მიხვდეს რა აქვს აღებული პოპულარულ მუსიკას ამ კლასიკური მუსიკისგან. რა აქვს აღებული შენი ფოლკლორისგან და რამდენად ზომიერად გემოვნებიანად გაწვდის შენ, ისე მაინც შეკრული წერა გამოვიდა. ადამიანი მაინც მიუხედავად იმისა, ის თინეიჯერია თუ მოზრდილი, თავისი გემოვნების და თავისი ინტელექტის მიხედვით ირჩევს თავისივე კერებს. ანუ ტელევიზიიდან თუ მოდის, თქვათ, უგემოვნობა ან დაბალი ინტელექტი ან პროვინციალიზმი, მე ვთვლი, რომ ადამიანი თუ სხვა დონეზე არის თვითონ, იმას არ მიიღებს და ელემენტარულად გადართავს ტელევიზორს. მუსიკალური ბაზარი საკუთარი სახელწოდებიდან გამომდინარეც კი ნიშნავს ყველანაირი სტილის, ხარისხის, წარმომავლობის და გემოვნების პროდუქციის ერთობლიობას. ბაზრის შემადგენელი ნაწილია თავად მომღერალიც, მისი პროდუქციაც და ისიც, ვინც ამ პროდუქციას ამა თუ იმ საშუალებით ავრცელებს. თუ ბაზრის წესებით არსებობ, მაშინ გიწევს ნებისმიერი მომხმარებლის, ანუ მსმენელის და მაყურებლის გემოვნების გათვალისწინება და არა ძალადობრივი გზით თავზე მოხვევა. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. მასას ყოველთვის ურჩევნია მასკულტურა. არამასობრივი კულტურის მოყვარულთათვის კი მუსიკალური ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო არასოდეს იქნება მხოლოდ ტელევიზია და მხოლოდ რადიო. დაახლოებით 12 წუთში დაიწყება თხოვნები არ დაიდარდოს ეთერში, ყველაზე udardeli თხოვნები და udardeli სადღეგრძელოები. შეიძლება არასაცნობელი თხოვს პირადად მე არ მომწონდეს, ან მომწონდეს, მაგრამ მაქვს ვთქვი, ჩემი აზრი ნაკლებად მოვახვიო ვიღაცას. ანუ ვთქვი, გავუშვა ის, რაც უნდა იმას. წუთში იმას ის უნდა და რატომ უნდა შეთავაზოს ხო? თუ ის უნდა. საკმაოდ დიდი პროცენტი იმ ადამიანებისაც, ვინც სწორედ რადიოსგან ითხოვს მაღალ გემოვნებას. რა უნდა გითხრათ, როდესაც რადიო არ დაიდარდონ, ფაქტიურად შეიძლება ითქვას ბჭყალებში, მაგრამ დაძირა გახსნის დღიდან ფორტუნას და ფორტუნა პლუსიც. რაც არ დაიდარდოში გადის დღესდღეობით ყველაზე პოპულარულია როგორც ჩანს. ანუ შეიძლება უფრო მეტად პოპულარული, ვიდრე თქვა სიტყვაზე ეხლა რაც გადის ჯორჯ ბენსონი ეთერში. და კიდევ ერთი იქნებ ბანალური, მაგრამ არც ისე უმნიშვნელო დეტალი. წინათაობას არასოდეს მოსწონს ის, რაც მოსწონს მომდევნო თაობას და პირიქით. წინათაობას ყოველთვის ეშინია იმის, რომ მომდევნო თაობის მუსიკალური გემოვნება გადაგვარების პირასაა. დამნაშავის როლში ხან მასმედია, ხან ზოგადად შოუ ბიზნესი, ხანაც უბრალოდ მოდური მიმართულებები მოიაზრება. თუმცა იქნებ მუსიკალური ჰანგების დაგემოვნებაში ადამიანს არა ხილული ყურები, არამედ უხილავი რეცეპტორები ეხმარებიან და იქნებ გემოვნებაც არა ტელევიზორის წინ და არა საკონცერტო დარბაზებში ყალიბდება. ამას ბაბუაში მიყიდა. ეს იქნებ და სხვათა შორის. მაშას ეთერში თოქ-შოუ პრესპრესი თემით მას-მედია და მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმრებს. ესენი გახლავენ გვანცა კილასონია, რადიო ფორტუნას მუსიკალური პროგრამების მენეჯერი და რეზო კაკულია, რადიო ფორტუნა პლუსის მუსიკალური პროგრამების მენეჯერი. მე კი შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ მაესტროს პროდიუსერი ბატონი მამუკა ღლონტი და არაკომერციული რადიო, რადიო 2 ქართული რადიოს პროდიუსერი ხალოტონი მანანა ხვედელიძე შემოგვიერთდებიან. მანამდე კი კომერციული რადიო და ჩვენი მათი წარმომადგენლების შეხედულებები გემოვნებიან მუსიკასთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთ ინფორმაციასაც მოგაწვდით და მე ჟურნალისტებს გადავცემ ბურთსა და მოედას, ასე ვთქვათ. გარდა რადიო ფორტუნასა და ფორტუნა პლუსისა, თქვენ შეგიძლიათ ჩვენს პირველ ორ სტუმარს დაუსვათ შეკითხვები რადიო არ დაიდარდოსთან დაკავშირებით, ისინი სავსებით კომპეტენტურ პასუხებს გაგცემენ. მოკლედ დავიწყოთ საუბარი და პირველ შეკითხვას ლიზა დასვამს. ინტერნეტ რადიო საინეტი ლიზა. გვანცა, რეზო ორივე ძალიან პოპულარული რადიო სადგურების წარმომადგენლები ხართ და ვიცი ძალიან კარგად, რომ
რადიო არ დაიდარდოს შექმნაზე უშუალოდ მუშაობდით თქვენ. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ერთ კომპანიაში შედის ეს სამივე რადიო სადგური და სამივე რეიტინგული და ყველაზე პოპულარულია საქართველოში. მაგრამ კითხვა ამავდროულად თქვენ ხართ კერძო კომპანიის წარმომადგენლები, ანუ უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ თქვენი რადიო სადგური უნდა იყოს კომერციული, რომ იყოს რეკლამა, რომ იყოს შემოსავალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საკმაოდ რთული მდგომარეობაა, მაგრამ კითხვა, რომელიც უკვე გაიჟღერა პრინციპში სიუჟეტში იყო ეს შეკითხვა, მე უბრალოდ გავიმეორებ და მაინტერესებს თქვენი, ну აი რამდენად გულწრფელი იქნება თქვენი პასუხი. არ ვიცი, მე პირადად პასუხი არ მაქვს. აი გეტყვით პირდაპირ. მაგრამ მაინც მაინტერესებს თქვენი პირიდან გავიგო, აი ეს კითხვა, რომელმაც პრინციპში უკვე გაიჟღერა. ანუ ელექტრონულმა მედიამ მაინც უნდა იზრუნოს მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაზე, თუ უნდა მიყვეს იმ მოთხოვნებს, ანუ ხალხის მოთხოვნებს, რომელიც შეიძლება სულ არ არის. უფრო კონკრეტულად და მოკლედ. ნუ შეიძლება არ იყოს კარგი და ხარისხიანი მუსიკა. მაინც საითკენ უნდა წავიდეს რადიო და მისი ხელმძღვანელობა. გასაგებია, დიდი მადლობა და პირველ პასუხს რომელი გასცემს თქვენგან? როგორც ჯენტლმენი, გვანცას დაუთმო. გვანცა. მოგესალმებით ყველას პირველ რიგში. მე მგონი ის შეკითხვა, რომელიც ლიზამ დასვა, არის მთლიანად დღევანდელი თოქ-შოუს თემა. ანუ ამაზე ვისაუბრებთ მთელი საათის განმავლობაში, ეს ძალიან რთული შეკითხვაა პრინციპში, მაგრამ ამაზე ნამდვილად ღირს საუბარი. ალბათ ლიზა უნდა ეცადოს თითეული მედიის წარმომადგენელი რაღაცნაირად იპოვოს ის ოქროს კვეთი, ის ოქროს გზა, რომელზეც ივლის. ალბათ ცდილობს ამას ის სამივე რადიო, რომელსაც ასე ვთქვათ, წარმოვადგენთ დღეს ჩვენამდე. გასაგებია, რეზო. მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისათვის. მე მახსოვს დრო, როცა იმ ნაპირზე ვიყავი. ყველაფერი იცლება, ჩემო კარგო. იცლება ყველაფერი. ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მაინც გილოცავთ ეთერში გასვლას, მეორედ ეთერში გასვლას და ესე იგი ამ გადაცემის აღდგენას. რაც შეეხება ლიზას შეკითხვას, რა თქმა უნდა, ხა ну აი თქვა რადიო ფორტუნაბლუსის შემთხვევაში მე ყოველთვის ვცდილობ რომ თქვა დავეყნო იგივე რაღაც ოფიციალურ ჩარტებს უცხოურ მუსიკასთან დაკავშირებით და ქართულ მუსიკას რაც შეეხება ჩვენი თქვა იგივე მსმენელების თხოვნებს, მესიჯებს, ზარების და აი ამის ამ ყოველივეს, მაგრამ გვანცას თქმის არ იყოს, მეც ყოველთვის ვცდილობ რომ თქვა რაღაც აი აუარო ხანდახან გვერდი, აი ამ თქვა იგივე ჩარტს რაღაცა ამ რაღაცას და ანუ შენ შეგიძლია დავშვათ იგივე მაყურებელსაც მსმენელს აუარო გვერდი. თქვა თუ თქვა არის მართლაც კარგი სიმღერა, ну ეხლა გემოვნებაზე არ თაობენ, ну ამაზე ალბათ დღეს მთელი ამბავი გაწდება. მაგრამ გემოვნებაზე რომ დავობენ, სწორედ იმიტომ ვარ დღეს შეკრებილი. ხო და ამიტომ არის სიმღერა რომელიც თქვა მიმაჩი რომ ძალიან კარგია რომ რაღაც ოფიციალურ ჩარტებში არ არის, მაგრამ მე მაინც რაღაც გარკვეული დოზით ვაწვდი მსმენელს, რომ აი მაგალითად იგივე თქვა რაღაც გემოვნება თუ რაღაც ეხლა დავხვეწო ცოტა ესეთი ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ რა თქმა უნდა ამაზეც ვფიქრობ, მაგრამ როგორც ყველა რადიო კომერციული რადიო სადგური და კომერციული რადიო ტელევიზია, მეც რა თქმა უნდა ჩვენც რა თქმა უნდა ვეყვნებით ისევ და ისევ აი ოფიციალურ ჰიტ-პარადებს, ჩარტებს, თხოვნებს და ადამიანების მასა, რასაც ითხოვს. გასაგებია, დიდი მადლობა, ლაშა. ლაშა გაბუნია, გაზეთი ახალი ვერსია, მოგესალმებით. პრინციპში აი რადიო ფორტუნა და რადიო ფორტუნა პლუსი ჩემთვის როგორც მსმენელისთვის თქვა ძალიან მისაღები ფორმატები აქვს ორივეს. მაგრამ მაგ არის ერთი მაგრამ, რომელიც შეეხება რადიო არ დაიდარდოს. უბრალოდ მინდა ესეთი კითხვა დაგისვათ და უბრალოდ პატარა ისტორიული ექსკურსი იმასთან დაკავშირებ თუ რაც გადის აი ამ რადიოს ეთერში. ეს არის რაღაც ეგრეთ წოდებული საქეიფო სიმღერები, რომელსაც მე ჩემდა საუბედუროდ ადრე უსმენდი, მასმენინებდნენ ზალით, მე არ მინდოდა. ეს იყო ავტობუსები, საქალაქთაშორისო ავტობუსები, რომელშიც არის მე ვთვლი რომ ეს არ არის ქართული რა. გამიგეთ ახლა უბრალოდ ჩემას მოგახსენებ იგივე რაღაც დავთვრები, გავაფრენ. აი კონკრეტულად მე მივდივარ მაქითკენ და აი როგორ ფიქრობთ, აი რადიო არ დაიდარდო. ხომ არ დააკანონა ის აი შოფრული შემოქმედება, ანუ სრული უგემოვნებობა საზოგადოებაში. გასაგებია. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. საქმე მასში გახვალთ, რომ ესე იგი კომპანია რადიო საქართველო, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, რომელსაც აქვს ეს სამი რადიო სადგური, ანუ ქონდა რადიო ფორტუნა, შემდეგ ფორტუნა პლუსი, ორი განსხვავებული ფორმატის რადიო სადგური, ერთი რადიო ფორტუნა, თქვა იგივე ოქროს ჰიტები, ნოსტალგია და რაღაც სიმღერები, რომელიც გამოსცემდა თვით დრომ და რადიო ფორტუნა პლუსი თანამედროვე ცხელი ცხარე ჰიტები, ხო?
და აქ უბრალოდ ესეთი რაღაც მოხდა, რომ გაკეთდა რაღაც ექსპერიმენტი. ანუ ეს მესამე რადიო სადგური არ დაიდარდო, ხო? თავიდან გაიხსნა ექსპერიმენტ აი გვაინტერესებდა უბრალოდ, არა მხოლოდ ჩვენ ახლა იგივე ხელმძღვანელობას. ქონდა თუ არა ხალხს მოთხოვნილება ისი? ხო. და როდესაც გაიხსნა ეს რადიო სადგური, ჩვენ დაახლოებით თვე ნახევარში გახსნის დღიდან ეს რადიო სადგური აბსოლუტურად ყველა ნაირა ოფიციალურ გამოკითხვებს, რომელსაც ატარებს ძალიან სერიოზული ოფიციალური ფირმები, არა, გასაგებია უკაცრავად, მაგრამ მე გეკითხებით, აი არის თუ არა ეს გემოვნებიანი ზუსტად? არის თუ არა ეს ქართული? მე მგონი რომ ეს არის აზერბაიჯანი. უკაცრავად დასო შეკითხო, რომ ხო არ დააკანონა რადიო, არ დაიდარდო. შოფრული გაგება შეურაცხყოფას არ ვაყენებ არც ერთ მძღოლს. რაზეა ლაპარაკი? უბრალოდ აი ის ტენდენცია რაც იყო 80-იანი წლების დასაწყისში გასულ საუკუნეში. რომ ძალიან ჩაგირთავდნენ აი ამ სომხურ აზერბაიჯანულ რაღაც სპარსულ მოტივებს, რომელშიც არაფერი არაა ქართული. გასაგებია, შესაძლებელი ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ რახან ასეთი რადიო სადგური გაიხსნა, ესე იგი ასეთი მუსიკის მოსმენა კარგია. ხო და იცი, აი მე მაშინ ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ მე ძალიან არა ბევრი მძღოლი შემხვედრია, რომელიც მეუნება, რომ აუ ეს რა მაგარი რადიო გახსენა. არა, მძღოლიც არა, საერთოდ. საერთოდ. ხო, რა ვიცი, აბა არ ვიცი. იცით რა არის მე მახსოვს მაშინ როდესაც არ დაიდარდო იხსნებოდა ესეთი პრესკონფერენციაზე ვიყავით და ბაზრობიდან აღებული სიმღერები და ესეთი მაშინ ანუ ამითი დააფორმატდა რადიო მე როგორც მახსოვს ნუ ერთ-ერთი კომპონენტი იყო ბაზრობის სიმღერები ბაზრობაზე რომელიც ჟღერს არა ბაზრობაზე ახლა ემინემი ჟღერს და ჟღერს მაგრამ ჩვენ ვამბობთ ხოლმე ბაზრობის და იგივდება უგემოვნო მუსიკასთან. იგივე ლაშას კითხვას გავაგრძელებ. იგივე ბაზრობს, რომელსაც დავცინოდით, რომელიც არ გვინდოდა და გვინდოდა რომ გამოგვესწორებინა ის, რაც იყო ბაზრობაზე. რატო დააკანონდეთ ეს, რომ რადიოში ისმის, ეს უკვე ნიშნავს, რომ ეს უკვე კარგია, ანუ რადიოში რაც ჟღერდება, ეს არის კარგი. გადის ფორტუნა პლუსზე, ფორტუნაზე გადის კარგი მუსიკა, კარგი სიმღერები. არ დაიდარდოზე გადის ის, რაც არ უნდა გადიოდეს რადიოში რა. ეს არ უნდა იყოს მასობრივი. ხო და აი გასაგებია, მაგაშია საქმე. ნუ მოусმენ არ დაიდარდოს და მოусმენ ფორტუნას და ფორტუნა. ხო ეს ყოველთვის კარგი გამოსავალია, თუ არ მოგწონს გადართე, ხო? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხა ხო გეუბნებით არ ეს რადიო სადგური არ გაიხსნა იმ მიზნით, რომ ჩვენ გავუკეთებინა, თქვა იგივე აი ამ სუფრული თუ დარდიმანდული სიმღერების პროპაგანდა. ჩვენ უბრალოდ გავხსენეთ ეს რადიო სადგური მათთვის, ვისაც ეს სიმღერები მოსწონს. ვისაც არ მოსწონს, უსმენს რადიო ფორტუნა პლუს იგივე თქვა რადიო იმედს, არ ფორტუნას და იგივე სვანე კალღას და პირველ სტერეოს. და აქვე საერთოდ რამდენად გრძნობს რადიო სადგურის ხელმძღვანელობა, რადიო სადგურის თანამშრომლები პასუხისმგებლობას მსმენელის გემოვნების აი რამდენად პასუხისმგებელია ის ამ გემოვნების ჩამოყალიბებაში. იცი მე მაინც მგონია რომ რადიო სადგურმა ნაკლებად უნდა მიიღოს ადამიანის გემოვნებაში ამ ადამიანის გემოვნების ჩამოყალიბებაში არ უნდა თამაშობდეს როლს. ადამიანის გემოვნება უნდა ჩამოუყალიბდეს მუსიკალური სხვა გზებით და შემდეგვე თავისი გემოვნების მიხედვით უნდა აირჩიოს რადიო სადგური, რომელსაც უნდა უსმინოს. 16 წლის ან 15-14 წლის ადამ ბავშვი, რომელიც რადიოს ატრიალებს და ხდება რაღაც ცუდი, აი საიდან საიდანღაც ხო იწყება გემოვნების ჩამოყალიბება. რადიოც და ტელევიზიაც არის ერთ-ერთი კომპონენტი იმისა, რა გემოვნებაც ყალიბდება. კარგი, მაგრამ აი მაგათაც დავიღოთ 10-12 წლის წინანდელი საქართველოს საერთოდ რადიო სადგური არ იყო და ძალიან ყალიბდებოდა გემოვნება და ხალხი უსმენდა ყველაფერს და იყო სხვადასხვა წყაროები და მე მაინც რა ვიცი ხა მაინდა-მაინც აი იმაზე რომ მუსიკალური რადიო სადგური და მუსიკალური ტელევიზია აყალიბებს ადამიანის მუსიკალურ გემოვნებას ეს ადნაზნაჩად მე მგონი არ უნდა შევხედოთ ამ საკითხს არ ვიცი გასაგებია ნიკოს აქვს შემდეგ შეკითხვა ვანცა როგორ ხარ თუ მაია თუ ვანცა აპირებს პასუხის გაცემას მე უბრალოდ ბოლომდე ვერ დაგეთანხმებით იმაში რომ რადიო არ დაიდარდოს ეთერში გადის უგემოვნო მუსიკა მოდით ერთი სიტყვით ნუ შევაფასებთ მთელი რადიო სადგურის მუშაობას ეს არ არის სუფრული რადიო ეს არ არის ბაზრობის რადიო თუკი ყურადღებიანი მსმენელი ჩართავს რადიო არ დაიდარდოს მიხვდება რომ საღამოს 6 საათამდე
მიდის ჯეოპოპი, ქართული პოპულარული სიმღერები. აქ არის 90-იანი წლებიდან დაწყებული თანამედროვე 2004 წლის სიმღერებით დამთავრებული. საღამოს 6 საათის შემდეგ მე გიხსნით ახლა ერთგვარ ჩონჩს, რადიო ჩონჩს, რომ იცოდეთ საეთერო ბადე როგორ იგება აი ამ არ დაიდარდოს, იმიტომ რომ ბევრს აინტერესებს თვითონ ეს ჩონჩი, რისგან შედგება არ დაიდარდო. საღამოს 6-დან ღამის 12 საათამდე ეთერში ჟღერს ქალაქური სიმღერები. მე ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს არის ბაზრობის სიმღერები. აქ თქვენ შეხვდებით ძალიან ბევრ გემოვნებიან სიმღერას. იმ სიმღერას, რომელსაც ძალიან ხშირად თქვენ თვითონ უსმენთ ძალიან ბევრ ადგილას. გეთანხმებ, გასაგებია რასაც ამბობ, მაგრამ მე თქვი, მოვიტანე თქვენივე ხელმძღვანელობის მოტანილი სიტყვა, რომ ერთ-ერთი კომპონენტი, ანუ რაღაც გარკვეული სიმღერების ნაწილი აიღეთ ბაზრობიდან. ეს იყო ნათქვამი ბაზრობიდან არ ნიშნავს ბაზრობის ის სიმღერები, რაც ტრიალებს. მოდით მაშინ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის სიტყვები, რომელიც თქვით, როცა არ დაიდარდო იქნებოდა, რა თქმა უნდა, იყო რაღაცა ბაზა მუსიკალური პროდუქციისა, რომელიც უნდა გაგვეშვა ეთერში. და რის მიხედვით არჩევთ? ეს არ იქნებოდა ფორტუნა და ფორტუნა პლუსის ნაზავი, ხო, ქართული სიმღერები. რა თქმა უნდა, დავიწყეთ ძიება ყველაფრის. რა თქმა უნდა, 90-იანი წლების სიმღერების შეგროვდა და დაემატა ორივე სადგური პლუს ამას ის, რაც ორივე სადგურში არ იყო, პლუს ამას ჩვენ სხვათა შორის ძალიან დიდი საქმე გავაკეთეთ, მოვიძიეთ რა. ბევრი ის დავიწყებული სიმღერა, რომელიც არასოდეს არ ჭრებდა რადიოებში. ეს არ არის უგემოვნო სიმღერები. ეს ის სიმღერებია, რომელსაც ხშირად უსმენთ, თუნდაც სუფრასთან. აი ეს უკვე მეორე საკითხია, არის თუ არა საჭირო იმ სიმღერების ეთერში გაშვება, რა სიმღერებსაც ტრადიციულად სუფრასთან უსმენთ. საჭიროა თუ არა ამ ყველაფრის პროპაგანდა. თუ კი ხალხს ეს მოენატრა, თუ კი პირველივე დღიდან რეიტინგმა ისე აიწია, როგორც არც ერთ რადიოს არ აუწევია. ესე იგი, ეს ხალხს უნდა? შეიძლება ეკითხო მაგ ნინია კაკაბაძე გაზეთი 24 საათი. რომელია ის ერთი სიმღერა, რომელსაც მე ვუსმენ ხოლმე სხვა ადგილებშიც, სახლში ან სადღაც სხვაგან. მაინტერესებს კონკრეტულად, იმიტომ რომ ესა ვერ ხვდები. თქვენ რომელი სიმღერაზე საუბრობთ, რომელიც არის უგემოვნო? ხო, შეიძლება მერც ვერ დავასახელებ, იმიტომ რომ მე არა ვარ ამ რადიოს არცერთ ჩამოგეთვალოთ ძალიან ბევრი სიმღერა. მაგრამ მაინც იქნებ თქვენ როგორც თქვენ უსმენთ თქვენ საკუთარ რადიოს, მე არ უსმენ პირდაპირ შემიძლია თქვა თუ ასე უსაბედად სადმე წავატყდი მხოლოდ იმ შემთხვევაში. მარშრუტკაში, ძირითადად სამარშრუტო ტაქსში. მაგრამ თქვენ ფლობელი ხართ და გიწევთ მაინც მუსიკის სიმღერას მოსმენა, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში ატარებთ. მაგალითისთვის უბრალოდ მაინტერესებს მე თქვათ რომელი არის ის სიმღერა, რომელსაც შეიძლება ჩვენს წავაწყდეთ საძმოების სიმღერაო. ოთარ ტატიშვილის, ოთარ რამიშვილის სიმღერები, ცისფერი ტრიოსი, ეს არის ნონო დუღაშვილის სიმღერები, ეს არის ნინო დაუშვილის სიმღერები. ეს გვაც ალბათ უფრო 6 საათის შემდეგ დროზეა საუბარი. არ არის 6-ის შემდეგ, რა თქმა უნდა. ჩვენ საუბრობთ მე მგონი ამ სეგმენტზე, იმიტომ რომ როგორც ჩანს 6-მდე სეგმენტი არ ვისაღიზიანებს. გასაგებია. ძალიან დიდი ბოდიში დროებით უნდა შევწყდათ საუბარი, საუბარს რეკლამის შემდეგ გავაგრძელებთ. მაშას ეთერშია თოქ-შოუ პრესპრესი და ჩვენი დღევანდელი თემა მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება და მასმედია ამ ყველაფერთან მიმართებაში გავაგრძელებთ საუბარს. ნიკო ნერგაძე რადიო თავისუფლება. მე ესეთი ნაკლებად კონფრონტაციული კითხვა მაქვს, ისევ არ დაიდარდოზე, რაც არ უნდა უცნაური იყოს. მე მაინტერესებს, არის ორი რადიო, ხომ, რომელიც ქართულ სიმღერებს უშვებს. რადიო, რომელიც ყოველთვის იყო და ასევე სულ ქართულ სიმღერებს უშვებდა და არ დაიდარდო. რატომ არის რომ თქვენი აზრით, რატომ მოხდა ესე რომ არ დაიდარდო პოპულარობის სათავეშია ჩარტების სათავეში თუ როგორც შეიძლება დავთქვათ, მაღალ რეიტინგული რადიო, ხოლო რადიო 2 ნაკლებად. ანუ რა განსხვავებაა ამან? მარტო იმიტომ რომ არ დაიდარდო რაღაც გემოვნების ბარიერი დაწია თუ კიდე რაღაც სხვაზე შეიძლება ვილაპარაკოთ. გასაგებია, დიდი მადლობა ნიკო. ნუ ნაწილობრივ შეიძლება ამაში ის როლი ითამაშა იმანაც რომ ხა კარგად მოგეხსენებათ რომ ხა თბილისი და იგივე თქო საქართველოს თბილისი პატარა ქალაქია რომ ვიძახით ხომ და ყველაფერი მალე ასე ვთქვათ ყველა ყურამდე მიდის შეიძლება იმ ფაქტორმაც რომ ყველამ გაიგო რომ ეს იყო რადიო ფორტუნა და ფორტუნა პლუსის ანუ აი კომპანიის რომელსაც ეკუთვნის ეს ორივე რადიო სადგური კიდე ერთი ახალი რადიო სადგური ეს ერთი მეორე თქვენ კარგად იცით და ალბათ ამაში ყველა დამეთანხმება რომ რაც არ გინდა აი ახალი თუნდა ტელეარხი თუნდაც რადიო სადგური რაღაც ახალი გინ ჟურნალი გაზეთი რაღაც ახალი რო გამოდის ამ ახლისადმი ყურადღება თავიდან ძალიან დროთა განმავლობაში დაეცემა ყურადღება არ დაიდაროს არ არის გამორიცხული მე ამას არ გამორიცხავ აი რამოდენიმე ფაქტორმა და იმანაც რომ მაინც საქართველოა და
ძალიან ბევრი ქვეყნების, იგივე თქვა რუსეთის იგივე თქვა რადიოსადგურების ოფიციალური ჩარტები რაღაც რეიტინგები ნანახი, მაგ რუსკაია რადიო არის პირველ ადგილზე. ანუ რადიოსადგური, რომელიც ატარებს სულ მთლიანად რუსულ სიმღერებს. და ალბათ იმანაც რომ მთლიანად ქართული იყო ეს ეთერი და მაინც საქართველოა და მაინც ქართულ კაცთანის ქართული სიმღერა უფრო ახლოს არის. აი ამ რაღაც კომპონენტებმა განაპირობეს ის ამბავი, რომ დღესდღეობით ეს რადიოსადგური კიდევ ერთხელ ვიმეორებ ოფიციალურად გამოკითხვებით არის პირველი. და რამე თვალსაჩინო განსხვავება არსებობს ამ ორ რადიოსადგურს შორის, რის გამოც შეიძლება რადიო არ დაიდარდო ლიდერობდეს და რადიო მარტო ის ფაქტორი ფორტუნას ეკუთვნის? არა, ალბათ ისევ ის 6 საათის შემდეგ. და მაინც 6 საათის შემდეგ. ერთ რაღაცას ვიტყვი, არავის ეგონას რომ ძალიან ადვილია ხა ვიღაცას მოუნდება აიღებს სიხშირეს და გახსნის ისევ ქართულ რადიოს, თქვათ სიტყვაზე, ხო? და მარტივი გზა რა ადვილად მიაღწია არ დაიდადო პოპულარობას, მოდი მე შევყრი ყველა ქართულ სიმღერას და გავხდები პირველი. არა, აქ არის საქმე მე როგორც მგონია, ხა ზუსტ ამ თემაზე არ მიფიქრია რადიო 2-სა და არ დაიდარდოს შორის აი ამ კონკურენციაზე ამ ხელ. მაგრამ მე როგორც მგონია, როგორც მსმენია, მე თვითონ რადიო 2-ს ხშირად უსმენ მაგალითად და უსმენდი კიდევაც და ალბათ მოусმენ კიდევაც და საერთოდ ბევრ რადიოს უსმენ, და რომ ვიცოდე ზუსტად ბაზარი ვინ რას ატრიალებს და რას უშვებს. მე რატომღაც მგონია, რომ კიდევ ერთი მიზეზი არის სისტემა, სქემა და რადიოს კონცეფცია. ანუ როგორ ააწყობ? არ უნდა იყოს ქაოტური ყველაფერი. მე როგორც მეჩვენება რადიო 2-ში. ანუ ყველაფერი ერთად და არეული მიქსი. თუმცა რადიო 2-ის წარმომადგენელი ჩვენ გვეყოლება სტუმრად გადაცემის მეორე ნახევარში და ახლა იქნება უფრო თქვენს რადიო სისტემაში. სისტემა აუცილებელია რომ იყოს იგივე ყოველდღიური აი ეს პლეილისტი, რასაც ქვია, იყოს ჩოტკად განაწილებული სიმღერები, სარეკლამო ბლოკები, ტიხარი სად როგორ უნდა გავდეს, დინამიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არ უნდა იყოს ესე რომელი მუსიკალური წამყვანიც მოვა, რასაც თვითონ უნდა იმ 5 საათის განმავლობაში იმას გაუშვებს, მე ეს ადგება მეორე დაჯდება, რაც იმას უნდა იმას გაუშვებს. ეს ყველაფერი ეს სისტემა, ეს ყველაფერი რაღაც გარკვეულ ეს ჩოტკ ჩარჩოებში ჩასმული ძალიან დიდ როლს თამაშობს. ალბათ ამანაც ითამაშა როლი გარკვეული, იმიტომ რომ თითოეული დღის პლეილისტზე, იგივე ანუ აი ხო პლეილისტზე, იგივე მუსიკალური რედაქტორი არ რადიოსადგური არ დაიდარდოს მუსიკალური რედაქტორი და ახლა 5-6 საათს მუშაობს, რომ შეადგინოს ის მუსიკალური პლეილისტი, რომელიც მეორე დღეს ანუ თელს ერთ დღეღამეს გავა ეთერში და მე რაღაც ძალიან ბევრ რადიოსადგურებზე შემჩნევია, რომ აი 5 საათის ეს ერთი წამყვანი უშვებს იმას, რაც იმას უნდა. შეიძლება იმას არ უშვებს, რასაც უნდა. მე მგონი შეიძლება აქამდე არ არის და იციან ზუსტად რას უშვებენ. მაგრამ რატომღაც გონია, რომ უფრო ქაოტური არის სხვა რადიოსადგურები ვიდრე მოყვანილი არ არის ხო ეს ყველაფერი. თუმცა დამეთანხმებით, რომ ხშირად იგივე რადიო ფორტუნაზე გადის ხოლმე ერთმანეთის შემდეგ აბსოლუტურად განსხვავებული სიმღერები ხო ხდება. ზუსტად გათვლილია. აი ეს არის ის სისტემა, რომელიც არის გათვლილი. გასაგებია, დიდი მადლობა, მადი. აი ერთი შეკითხვა მაქვს ამასთან დაკავშირებით. აი თქვენ ლაპარაკობთ რაღაც სისტემაზე. თქვენი აი რას ქვია ეს სისტემა? აი როგორ აგებთ ეთერს? მაგალითად როგორ იწყებდით რადიოსადგურის გაკეთებას? ახლა მე მაპატიეთ, მაგრამ მეჩვენება რომ ერთმანეთსაც ეწინააღმდეგებით და საკუთარ თავსაც. ჯერ ამბობთ რომ ჩვენ ისე შევქმნით ეს რადიო არ დაიდარდო რომ გვეცა და ესაც არ მესმის. სრულიად გაუგებარია ისე შექმნა რადიო ისე საცდელად. ისე არ ხო მეორე წუთში ამბობთ რომ რაღაცა სისტემა გაქვთ და აი როგორ ადგენთ პლეილისტს? როგორ გეგმავთ ეთერს? აი ძალიან რადიოსადგური არ დაიდარდო სანამ გავიდო და პირდაპირ ეთერში დაახლოებით წინა 4 თვის განმავლობაში ამაზე ძალიან დიდი მუშაობა მიდიოდა დავანებო თავი იმას რომ თქვა ჩვენ გვაინტერესებდა როგორ მიიღებდა ამას აი რაში მდგომარეობდა ეს მუშაობა აი რასაც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ თითოეული სიმღერა დილის ეთერი როგორ იქნებოდა შუადღის ეთერი როგორ იქნება საღამოს ეთერი როგორ იქნება რომელი წამყვანი რომელ დღის მონაკვეთში დაჯდებოდა სად რომელი ტიხარი გავიდოდა როდის რომელი მუსიკალური სტილი როგორ ამოწმებდით ამას რაიმე გამოკითხვას ატარებდით რაღაც სოციოლოგია ქონდათ ან რა წრეში ატარებდით რა სფეროში რა მომხმარებელზე თვლიდით ამ ყველაფერს ჩატარდა გამოკითხვა სოციოლოგიური ხა შეიძლება ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია მაგრამ რაღაცა მგონი ძალიან ხმამაღალი ნათქვამია არა გამოვიკითხეთ არა ძალიან ბევრი ხო ფოკუს ჯგუფი აი ყოველ შემთხვევაში მე მგონი აქ დამსწრეთათვის არავის უკითხავს ხო ხო და ნუ დაგვაუწყდება რომ ხა ჩვენ აგზივართ რაღაც 12 ადამიანი და მაგრადიოს სადგურს დღეში უსმენს მილიონი ადამიანი და ხა ჩვენს გემოვნებას ნუ შევადარებთ თქვათ იგივე ისე გემოვნებაზე არ დაობენ ხო შენ არ მოგწონს და უსმენ მაიკლ ბოლტონს ან ვიღაც მაიკლ ფრენკს
ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ დაიდარდო უგემოვნო რადიო სადგურია. გასაგებია, დიდი მადლობა. ვერანე ფარიძე, გაზეთი 24 საათი. მე არ მინდა ახლა გემოვნებაზე ვიდაოთ, ეს პრინციპში ხო. არა, არ უნდა ვიდაოთ. არა, მე ვერ მოვთხოვ რადიო სადგურს, კომერციულ რადიო სადგურს, იმას ჩემთვის მართლა იმ პასუხისგებლობით არ გაუხსნია რადიო და არა შემპირებია, რომ მე იმ საზოგადოების გემოვნებას ავამაღლებ თუ რაღაცა. მე არ მომწონს, არ უსმენ. მე ესეთი დამოკიდებულება მაქვს რადიოების მიმართ. მაგრამ ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით და თუ ამას იტყვით, რომ აი მაინტერესებს თქვენს რადიოებში DJ-ს წამყვარს მუსიკალურს რა ფუნქციები აქვს? იმიტომ რომ პლეილისტები დგება, მე როგორც ვიცი, შეიძლება რამდენიმე დღით ადრეცაც, ანუ ეს არ არის სპონტანური შედგენილია და კომპიუტერი უშვებს ამას, ხო? რა თქმა უნდა. ხო და წამყვანებს უჭირთ მეტყველება, ნუ ქართული ცოდნაზე ლაპარაკი ზედმეტია უკვე რა. რომელ სადგურებზე არის საუბარი? თქვენს რადიო სადგურებზეც უკაცრავად, მაგრამ ეს არის ტენდენცია ზოგადი, ძალიან ხშირად ვხვდებით. არა, შეიძლება არ დამეთანხმოთ, მაგრამ ფაქტია, რომ წამყვანს არ სთხოვენ არც ქართული ცოდნას, არც დიქციას, რაც რადიოს სპეციფიკიდან გამომდინარე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეთქობა ყურადღებით არ უსმენთ აი ამ სამ რადიო სადგურს. არა, იმას რა ყურადღებაა საჭირო, რომ ისა დავჯდები მარშრუტკაში და რაღაც წამყვანი მიყვება დღის ჰოროსკოპს. ჯერ ისე ცუდად არის მოწოდებული, მე ეს ჰოროსკოპები 12 წლის წინათ შეიძლება ვიღაცას რაღაცა ეგონა და აინტერესებდა. ნუ გავიდა 12 წელი, ხო? არაფრის ეს თუ ჩვენ გვინდა რომ რადიოს ეთერი შევავსოთ, ეს არის სმენელის შეურაცხყოფა. ჩვენი თემა დღევანდელი მაინც უფრო მუსიკალურ გემოვნებას უკავშირდება. ცუდი ის გერგოთი არა, აქაც ხო. აქაც ისე ვაი რაღაც შენს პირადულ აზრს გამოთქვა. შენ არ გინდა და შენ არ გჯერავს ჰოროსკოპის, მაგრამ ხო გეუნები მით უმეტეს ფორტუნა და ფორტუნა პლუსი გადის თელ საქართველოზე და ეხა ნუ შენ არ მარც მე არ უსმენ ჰოროსკოპს, მაგრამ ძალიან ბევრი ზის და იმენა მაგ ჰოროსკოპს ელოდება, რომ ლომიროა, რომ დღეს რა მომივა. ხო, აბა რა. მე შენზე კი არა მაგ რადიო სადგური გათვლილი. მე მაგ გათვლილი 5 მილიონ ადამიანზე, ხო? მაია სიხარულიძე, ახალი ჟურნალი. გაგვახარეთ თუ სიხარულიძე ხარ, შენ მაინც გითხარი რამე კარგი. კარგი, დაგიცნობთ ახლა კითხვას და მიპასუხეთ თუ შეიძლება. აი გვანცასთან მაქვს კონკრეტულად კითხვა. საბოლოო ჯამში მე მაინც ვერ გავარკვიე, შენ თქვენ უკაცრავად თვლით თუ არა რომ რადიო არ დაიდარდო არის აწყობილი ძირითადად გემოვნებიან მუსიკაზე, ანუ ის ატრიალებს თუ არა გემოვნებიან მუსიკას. კონკრეტულად მიპასუხეთ თუ შეიძლება და მე გავაკეთებ. ხო, კი თუ არა. თუ კი, მაშინ რატო? კი, ვიწყებთ აქედან, იმიტომ რომ არა დავჩერდები. ბოდი, აი აქვე გავაგზავნე. როგორ ფიქრობ, ლეილა საფრები, ეს არის თუ არა გემოვნებიანი სიმღერა, რომელიც ტრიალებს 6 საათის შემდეგ აი როგორ იცით, ლიდერია ისევე რადიო არ დაიდარდოზე ლეილა საფრები, როგორც იყო ერთი პერიოდი, მაშინ როდესაც მაესტრო გადიოდა სტერეოს არხზე მიღებული ის იყო ეს ამაზე არავინ აღარ დაობდა რომ ლექსენი ძალიან ხშირად ტრიალებდა. აი ხა თქვენთან მიდის სისტემატიური უკაცრავად ჭყალებში ეს სიტყვა რასკრუტკა ლეილა საფრების. ეს გემოვნებიანი სიმღერა. რასკრუტკა არ მიდის, ამას ითხოვს მსმენელი. ლეილა თვითონ ძალიან ნიჭიერი მომღერალია, თვითონ ლეილა და როდესაც კითხეს ლეილას როდესაც ერთი წუთი. ლეილას როდესაც კითხეთ, ერთი წუთი და ზუსტად იმ პასუხს გაგცემთ. როდესაც კითხეთ, რატო ღერი ხარ აფრებს? ნუ თუ არ აქვს საშუალება ასეთი პოპულარული მომღერლის ქალიშვილმა იმღერო ცოტა გემოვნებიანი და ესეთი დახვეწილი აკადემიური სიმღერა. რა თქმა უნდა, მაქვსო და მღერი ვარ კიდევაც ასეთი სახის სიმღერებს. უბრალოდ ეს არის მასაში პოპულარული და მე აფრებს მღერი ვარო. აფრებმა ნამდვილად გადააჭარბა ყოველგვარ მოთხოვნილებას. ამას ითხოვს ხალხი და მოდით, მაშინ როდესაც გემოვნებაზე ვდავობთ, უნდა გავუსვათ ხაზი, არა მარტო მუსიკალურ უგემოვნებასა და გემოვნებას შორის ხაზი, არამედ მე და თქვენ შორის ხაზი, შენ და იმ სხვა ადამიანს შორის ხაზი, რომელიც ამ ლეილას ითხოვს. მე თქვენ გეკითხებით, თვლით თუ არა რომ აფრები არის გემოვნებიანი მუსიკა, სიმღერა, მაინჩნია რა არის. პირადად ჩემ გემოვნებაში ვუჯდება? მომწონს აფრები? როდესაც მე ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო და უსმენდე აფრებს, მე აფრები მომწონს. არავინ არ თქვას რომ აფრებს, როდესაც მოისმენს იქ, სადაც ირთვება ეს აფრები, არ ადგება და არ იცეკვებს. არავინ არ თქვას.
არა? მაშინ არის გასაგებია. ყოველ შემთხვევაში 90% წამოდგება და დიდი ბოდიში გვანცა რამდენიმე წუთში მუსიკალურ გემოვნებასთან დაკავშირებით ადეხილ ასე ვთქვათ აღურზაურში ჩაერთვებიან ჩვენი მომდევნო სტუმრები მაესტროს პროდიუსერი ბატონი მამუკა ღლონტი და რადიო 2 ქართული რადიოს პროდიუსერი ხალბატონი მანანა ხვედელიძე. მანამდე კი ჩვენ უნდა ვნახოთ ჩვენი მომდევნო სიუჟეტი და ვნახოთ თუ რას უსმენს და რა მუსიკალურ პროდუქციას ყიდულობს მასაც წოდებული უმრავლესობა. და ისევ კითხვა, რას უსმენს მასა? იმას, რასაც ფართოდ რეკლამირებული სახით თავაზობენ, თუ იმას, რის რეკლამირებასაც თავად ითხოვს. თუ შინაგანი მოთხოვნა მართლა დამოუკიდებლად არსებობს, მაშინ რა საჭიროა თუნდაც თეორიული განმარტებებით დახუნძულ ადამიანის, რომელსაც ძალიან მოსწონს ადვილად მისაწვდომი, თუნდაც პრიმიტიული მუსიკა. და თუ ეს, ანუ მასობრივი გემოვნების მასობრივად შეცვლა აუცილებლობას წარმოადგენს, ჩნდება მეორე კითხვა. რა ფორმით? ნახა მე არ მივეკუთვნები რაღაც მეგონი კომუნისტების გადმონაშთს, მაგრამ რაღაცა ქონდათ, იცით, ამ კომისიამ, რომ აი რაღაც არსებობდა გარკვეული კომისია, რომელიც ის რაღაცას უშვებდა ან არ უშვებდა და დემოკრატიულ ქვეყანაში ძალიან ძნელია. ვინმეს რამე აუგზავნო თუ არ არღვევს ის კანონს. ცენზურის მომხრე არა ვარ მე არანაირად და ვთვლი რომ თავის დროზე რომ არ ყოფილიყო ცენზურა, დღეს ეს სურათი რაც არის სამწუხაროდ საქართველოში არ იქნებოდა. ალბათ ყველაფრის მკურნალი მაინც დრო არის, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ აი ეს დაბალი ხარისხის პროდუქცია მაინც დიდხანს ვერ ძლევს. ცენზურა არსებობდეს უნდა იმისათვის რომ არაგემოვნებიანი მუსიკა აიკრძალოს უბრალოდ. ან ყოველ შემთხვევაში მცირე დოზით მაინც ან კიდევ მესამე ანს გეტყვით რომ გემოვნებიანი მუსიკა ისმინებოდეს დიდი დოზით და საშუალო არა მარტო დიდი დოზით უბრალოდ ისმინებოდეს იყოს ამის საშუალება რომ ჩვენმა შვილებმა მოისმინონ ისიც და ისიც დღეს უგემოვნო მუსიკას უსმენენ და ჩვენ არ ვაძლევთ საშუალებას ჩვენ შვილებს არჩევანისას ანუ გარჩიონ კარგი ცუდისგან გრძელდება talk-show პრესპრესი და ჩვენ დღევანდელი თემა მასმედია და მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება მიესალმებით ჩვენს მორიგ სტუმრებს მაესტროს პროდიუსერი ბატონი მამუკა ღლონტი და ქალბატონი მანანა ხვედელიძე რადიო 2 ქართული რადიოს პროდიუსერი. საღამომშვიდობის და დიდი მადლობა სტუდიაში მომხდენებისთვის და შეგიძლიათ დავუსვათ ჩვენ სტუმრებს შეკითხვები, ვფიქრობ უამრავი კითხვა გაგვიჩნდება. ქალბატონ მანანასთან მაქვს შეკითხვა თქვენ სახელმწიფო რადიოს წარმომადგენელი ბრძანდებით და მაინტერესებს აი რა მიზნებს ემსახურება რადიო 2 ანუ სახელმწიფო რადიო სადგური და თუ თქვენ აი დასახულს ვერ აღწევთ ანუ მიზანს ვერ აღწევთ მაშინ იქნებ ღირს რომ შეცვალოთ სტრატეგია თუ თქვენ თვლით რომ ის თქვენი რადიო სწორი მიმართულებით მიდის და ყველაფერს კარგად აკეთებს. ხო, ну აი რა ფუნქცია აქვს საერთოდ სახელმწიფო რადიო სადგურს. დიდი მადლობა. გასაგებია, დიდი მადლობა საღამომშვიდობის პირველ ყოვლისა. დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ ამ პოპულარულ პროგრამაში მე ხშირი მაყურებელი ვარ ამ გადაცემის. მინდა გითხრათ რომ აუცილებლობით იყო განპირობებული რადიო 2 ქართული რადიოს გახსნა. თავდაპირველად რადიოს ქართული რადიო არ ერქვა, იმიტომ რომ ის იმდაგვარად ატრიალებდა უცხოურ მასალას, როგორცაც ატრიალებს დღეს სხვა რადიო სადგურები. მაგრამ მაშინ გაჩნდა ობიექტური პრეტენზია იმისა, რომ რიგ შემთხვევაში საჭო გემოვნების მუსიკის ფონზე წარმოჩენილი იყო ის ნამდვილი ღირებული და თანაც ქართული. და მაშინ გადავწყვეტით, რომ შინაარსში შეცვლილიყო მთლიანად და მთელი ეთერი დათმობოდა ქართულ მუსიკას. მით უფრო რომ ჩვენ საკმაოდ საინტერესო ფონდი ჰქონდა, რომელიც მოიცავდა ქართულ ესტრადას დაწყებული 60-იანი წლებიდან, როცა ოქროს ხანაა ქართულ ესტრადაში, 60-იანი, 70-იანი, 80-იანი წლები და ჰქონდა იმის საშუალება, რომ როგორღაც ნაკლებად ჩრდილში მოხვედრილი იყო ის თანამედროვე მუსიკა, რომელიც ნაკლებ გემოვნების მატარებელი იყო, ნაკლებად პროფესიონალური ჩანაწერები იყო და ეთერით მოგვეწონებინა თავი და წარმოგვიჩინა სწორედ 60-იანი, 70-იანი, 80-იანი წლების მუსიკა. სხვათა შორის რადიო 2-მა ძალიან საინტერესო როლი ითამაშა, რადგან ბევრს გაუჩნდა პრეტენზია, რომ შეექმნა ახალი და ახალი და მართლაც გამოჩნდნენ ახალი ავტორები, რიგ შემთხვევაში ისინი კარგ პროდუციას ქმნიდნენ, რიგ შემთხვევაში ცუდს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რადიო 2 ქართული რადიო ეს არის პირველი ქართული შინაარსის მატარებელი რადიო. დროთა განმავლობაში შეიქმნა სხვა რადიოებიც, მათაც გაუჩნდათ ობიექტური პრეტენზია და კარგი კონკურენცია, იმიტომ რომ ყოველთვის კონკურენტს უნდა გრძნობდე კეფაში, როცა მისი სუნთქვა გესმის.
მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც რადიური ქართული რადიო მართლაც პირველ ადგილებზე გადიოდა. ეს სხვათა შორის განაპირობა იმ მუსიკალურმა შინაარსმა, რომელშიც სწორედ ქართული ჩავდეთ. მაგრამ საკმაოდ წერი ტექნიკური შესაძლებლობების და გამო და გარდა ამისა, დღემდე ვერ მივაღწიეთ იმას, რომ გახდეს 24 საათიანი ჩვენი რადიო. როცა 10:30-ზე იწყებს რადიო მუშაობას, როდესაც ფაქტიურად ეგრეთ წოდებული თავარი დრო დაკარგულია რადიოსთვის და როცა ღამის 2 საათზე ამთავრებ, როდესაც უკვე უნდა იწყებდეს აქტიურად რადიო მუშაობას, უნიბრივია რეიტინგს ცოტა გავეკეცით, ასე ვთქვათ. მაგრამ ყველაფერი მიდის წინ, ჩვენ გვაქვს იმედი და ობიექტური მიზეზი ამისი ნამდვილად გაჩნდა მომავალში, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ახლა რაღაც გარდამავალ პერიოდში, როდესაც ჩვენი რადიო საზოგადოებრივ რადიოდ უნდა იქცეს, თუმცა ვთქვით, რომ თავიდანვე სწორედ ეს შინაარსი, ამ შინაარსის მატარებელი იყო რადიოური ქართული რადიო. ანუ პრინციპში ეს რეტრო მუსიკაზე მუშაობს. ლიზა, ძალიან დიდი ბოდიში, ლიზა, უკაცრავად ქალბატონ მანან და პატარა პრობლემაა მიკროფონთან დაკავშირებით და საუბარს რამდენიმე წუთის შემდეგ გავაგრძელებთ. ეთერშია თოქ-შოუ პრესი და დაუბრუნდეთ ჩვენ საუბარს, ლიზა. უბრალოდ იცით რა, ესეთი კითხვა მებადება, თუ კი თქვენი რადიო 2, ანუ სახელმწიფო რადიო არის რაღაც რეტრო მუსიკაზე მუშაობთ, ესე იგი გამოდის, ეს არის თქვენი ფორმატი, ანუ გამოდის რაღაც თანამედროვეობას ჩამორჩით და არც მასობრივი რადიოს პრეტენზიაც არ უნდა გქონდეთ მაშინ. სწორია? ქალბატონო ლიზა, ეტყობა ჩვენ ვერ გავუგეთ ერთმანეთს. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, თავდაპირველად მთლიანად შეგვეცო 17 საათნახევარი, ამიტომ გამოვიყენეთ ის გენიალური მასალა, რომელიც დაცულია საქართველოს რადიოში. ანუ ეს არის 60-იანი, 70-იანი, 80-იანი წლების მუსიკა. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, სწორედ რადიო 2-მა წარმოაჩენეს ახალი ავტორები, რომლებიც დღეს ყველა ეთერში ტრიალებს მათი პროდუქცია. არ არის დარჩენილი თითქმის არც ერთი ავტორი, რომელსაც არ უჩნდება ობიექტური სურვილი, რომ მოიტანოს ჩვენთან ჩანაწერი. მაშინ მე მაინტერესებს, რატო არ არის თქვენი რადიოსადგური პოპულარული, რატო არ არის სახელმწიფო არხი, არ არის მასობრივი და რატო არ უსმენს საქართველოს თქვენ რადიოს? მე მგონი ამ კითხვაზე მაშინ რა აი ზუსტად ამაზე მქონდა, მაშინ იქნებ სტრატეგიის შეცვლაზე უნდა იფიქროთ და რა აზრი აქვს მართლაც თქვენ არსებობას. მე მგონი ამ კითხვას მე გავეცი პასუხი და გითხარით იმის თაობაზე, რომ არის უბრალოდ რაღაც ტექნიკური საშუალებების სიმწირე, რის გამოც რადიოური ქართული რადიო დღეს საქართველოსზე არ გადაიცემა. ეს არის სახელმწიფო რადიო, ბუნებრივია მას ცოტა სხვაგვარი დაფინანსება ვიდრე კომერციულ რადიოს, ის მხოლოდ რეკლამაზე გათვლილი არ არის და ბუნებრივია ჯერჯერობით ჩვენ საქართველოს მთელი მასშტაბით არ ვისმით. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ კი გამოსწორდება ეს ყოველივე, ჩვენში არის საკმაოდ დიდი პოტენცია. რაც შეეხება კიდევ აქ ნათქვამს, ვიდრე მე სტუდიაში შემოვიდოდი, მე მინდა ჩემ კოლეგას ქალბატონ განცას მინდა პასუხი გავწე. რადიური ქართული რადიო იყო პირველი რადიო, რომელსაც ჰქონდა, ვფიქრობ, საკმაოდ გამართული პროგრამირება. კიდევ ერთხელ ამას თამამად შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ საკმაოდ კარგად ვისნობდი ნებისმიერი რადიოს პროგრამას. იმიტომ რომ მეც ასევე კონკურენტ რადიოებს ვუსმენდი და დღემდე ვიცი სად რა ტრიალებს, რომელ საათზე და როგორ. ჩვენთან ქაოტურად არასოდეს არაფერი არ მიმდინარეობს, თუმცა ჩვენ დროს არ ყიდით, არ გვაქვს ამის უფლება და სხვათა შორის არც სურვილი ამის. რეიტინგულია ის ჩანაწერები, რომელიც მართლა პოპულარულია და ის ხშირად გადის ეთერში. ანუ არის სურვილი ამა თუ იმ ჩანაწერის ეთერში გაშვებისას, ის ჩანაწერი ტრიალებს ეთერში. იცით რა არის ზუსტად აი თქვენს ფორმატში ვხედავ მე უფრო ნაკლს და ალბათ იმიტომაც არ აყავთ თქვენ იმდენი მსმენელი, ამდენსაც ყავს მაგალითად სხვა რადიოსადგურს, რომ ალბათ მაინც პროგრამირებაში არის რაღაცა მინუსი. მე ესე ვფიქრობ. მარტო ტექნიკურ დარღვევებზე და რაღაც პრობლემებზე არ არის მე მგონი აქ საუბარი, იმისთვის რომ რადიო გახდეს. იცით რა არის, აი საქართველოს ხმა ვიცი რომ ტექნიკურად გაუმართავი რადიოსადგურია, მაგრამ მას გაცილებით უფრო მეტი ადამიანი უსმენს ვიდრე რადიო 2-ს, ქართულ რადიოს. ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ მთელი ამ წლების მანძილზე ჩვენ რომ გადავშალოთ ის რეიტინგები, ის მონაცემები სხვათა შორის არა მარტო ერთი სოციოლოგიური გამოკითხვის, არამედ ბევრი სხვა გამოკითხვები, ძალიან ხშირ შემთხვევაში სწორედ რადიური ქართული რადიო გადიოდა პირველ ადგილზე. ძირშივე ვერ დაგეთანხმებით. ეხლა რაც შეეხება ტექნიკური პარამეტრების სიმწირეს, მე მხედველობაში ხმის გავრცელება. როდესაც რადიო მთელ საქართველოში არ გადაიცემა, ბუნებრივია ეს რეიტინგს კარგავს. აქვე ჩაგერებით, არ დაიდარდო მხოლოდ თბილისზე მაუწყებლობს, მაგრამ მას პირველი კი ბატონო, ამაშიც ბოლომდე ვერ დაგეთანხმებით. როგორც ამბობენ, არის ისეთი გამოთქმა, სხვათა შორის საკმაოდ არაქართული. ინგლისურად ის ასე ჟღერს, the new broom sweeps clean, ანუ ახალი ცოცხლი კარგად გვის.
და მეორეც ახალი ხილია, ჯერჯერობით ტკბილია. ვნახოთ მომავალში დაველოდოთ, თუ კი მას თანაბარი ტექნიკური პარამეტრები ექნება, არ მგონია რომ რეიტინგი დაგარგოს რადიორმა ქართულმა რადიომ. ძალიან დიდი მადლობა. შემდეგ შეკითხვა ვერა. ქალბატონ მაღანასთან ექნება შეკითხვა. თქვენ თუ გაქვთ შინაგანი ცენზურა, ესე ვთქვათ. თქვენ უშვებთ ყველაფერს, კი ქართული რადიოა თუ აი რაღაც რახან გემოვნებას მიეძღვნა ეს გადაცემა, აი თქვენი გემოვნებით საზღვრავთ თუ აი როგორ არის ეს პრობლემა მოგვარებული თქვენს რადიოში? კარგი შეკითხვაა ძალიან. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ თემას არ უნდა დავცილდეთ ამ გადაცემაში, რადგან სწორედ გემოვნებაზე ვდავალთ დღეს ჩვენ ალბათ აქ ამ გადაცემაში. და გეტყვით რომ დიახ არსებობს ცენზურა, მაგრამ ეს არის ნებისმიერ წამყვანში შინაგანი ცენზურა. ანუ თუ კი ადამიანს, ადამიანს რომელიც ელემენტარულად მიკროფონთან ზის და დაახლოებით ხვდება რომ მას 10,000-ობით ადამიანი უსმენს, მას თუ შინაგანი ცენზურა არ აქვს, მას მიკროფონთან არაფერი არ ესაქმება. ეს ერთი. რაც შეეხება მეორეს, ნებისმიერ რადიოს ყავს თავისი ხელმძღვანელი და ბუნებრივია ის განსაზღვრავს ზოგადად შინაარს, ხასიათს და გარკვეულ რაღაც თამასას. სანამდე შეიძლება მისვლა და რის შემდეგაც აღარ შეიძლება უკვე რაღაც გააკეთო. ნუ ამ შემთხვევაში ამ ეტაპზე რადიორის ხელმძღვანელი ვარ მე. ნახოთ მომავალში როგორ იქნება. დიდი მადლობა. უკაცრავად გვანცა თქვენს რადიოს თუ ყავს ასეთი ცენზური? რა თქმა უნდა, ყავს. წამყვანებს ალბათ აქვთ. წამყვანებს იქ გემოვნებას არავინ ეკითხება პრინციპში. ამით განსხვავდებით ალბათ სხვა რადიო სადგურებისგან, იმიტომ რომ პროგრამა, რომელიც წამყვანს ხვდება და წამყვანი 5 საათის მანძილზე მუშაობს, ამ პროგრამას ემორჩილება წამყვანი თითო ნოტით. ანუ ყველა იმ სიმღერას უშვებს ეთერში, რომელიც მას პლეილისტით დახვდება. ამ შემთხვევაში მე როგორც რადიოს მენეჯერს არ მაინტერესებს წამყვანის გემოვნება. და რაც მოსწონს, იმას უსმენს სახში. დიდი მადლობა, ლაშა. ანუ წამყვანის მუშაობა არის ის, რომ და ხელფას იღებს იმაში, რომ 5 საათის განმავლობაში უსმენოს იმას, რაც არ მოსწონს. საინტერესო სამუშაოა. ხო და ამ თემაზე ვილაპარაკოთ, რითაც დაიწყო საერთოდ მე მგონი ეს გადაცემა. ეს არის მასმედია და გემოვნება, ხო? როგორი შეუძლია თუ არა თქვა მასმედიამ ჩამოაყალიბოს პიროვნებაზე რაღაც მუსიკალური გემოვნება. მე პირადად მაგალითს მოვიყვან, ჩემზე მაგალითად ძალიან იმოქმედა, ყველას ემახსოვრება, ალბათ იყო ესეთი გადაცემა, ეს ესტრადაა, მუსიკალური გადაცემა, რომელიც პირველ არხზე გადიოდა სახელმწიფო მაშინ საბჭოთა კავშირის დროს იყო, ეს ბატონი ევგენი მაჭავარიანს მიყავდა ეს და მაშინ შევიყვე ძალიან ბევრი ინფორმაცია. სხვა შორის ძალიან ბევრ უცნობ ჯგუფზე, რომელიც აკრძალული იყო და მე რამდენადაც ვიცი, რამდენჯერმე დაიხურა კიდეც ეს გადაცემა და უბრალოდ ახლა ესეთი კითხვა მაქვს. აი აქ სახელმწიფო დაწესებულების წარმომადგენლების ბრძანდებით და კომერციულებით. უბრალოდ მაინტერესებს ერთი რამ, მუსიკალური გადაცემები. ანუ გადაცემები მუსიკაზე, თუნდაც ასე ვთქვათ, რატომ არ გადის დღევანდელ რადიოებსა და ტელევიზიაში. ანუ ინფორმაცია, რომელიც ვთქვათ, სხვადასხვა ახალ ჯგუფებს ან ახალ შემსრულებლებს მიაწვდის ჯერ გავაკეთეთ საერთოდ არსებობს თუ არა ასეთი გადაცემა. ხო, მე მგონი არ არსებობს და იმიტომ არ ეხება იმედია, იმიტომ რომ ჩვენ სისტემატურად ვაძლევთ ინფორმატორში ამდაგვარ ინფორმაციას. არა, ნუ ინფორმატორში იმ ხრივ ვაძლევთ, რომ რაღაც ცვლილება მოხდა, ვთქვათ, რაღაც ისეთ ვარიანტში. მე აღმოჩინება ახალი ჯგუფების. ხო, აი, გადაცემა მუსიკას. მე მახსოვს მაესტროზე იყო ესეთი მოკლე ჩარტა, თუ არ ვცდები, ხო? მუსიკალური გადაცემა იყო ერთი და ძალიან მომწონდა სხვათა შორის და უბრალოდ არის თუ არა დაგეგმილი მაშინ მამკა აი კითხვას დაგისვათ თქვა თქვენ ტელევიზიაში ესეთი მუსიკალური გადაცემის გაკეთება არ ვიცი ესე კონკრეტულად რომ ავიღოთ ალბათ თქვენ გულისხმობთ რომ რაღაც ჯგუფი ავიღეთ და მისი ისტორია ჩამოაყალიბეთ და ასე შემდეგ კლიპები და ასე შემდეგ გადაცემა არ ვიცი თქვენ ადევნეთ თუ არა თვალყურს სოლო სადაც გვაქვს მუსიკალური ალფავიტი ქვია ესეთი რუბრიკა, სადაც ასოების მიხედვით მოვყვებით და ვიღებთ ჯგუფებს. და შემდეგ აი ამ ჯგუფის ისტორია დაარსებიდან დღემდე მოდის. ჯერჯერობით აი ესეთი რაოდენობით გვაქვს ეს. თუმცა ვთვლი რომ უფრო მეტად გაზდა ამის საჭირო არ არის, იმიტომ რომ იმ პერიოდში, რომელიც თქვენ ახსენეთ ლაშა არ არსებობდა ელემენტარულად არანაირი ინფორმაცია, აკრძალული იყო, ახლა არსებობს ინტერნეტი, არსებობს უამრავი ლიტერატურა. ანუ ადამიანს შეუძლია თუ რამე აინტერესებს მოეძიოს ის. თავისუფლად, ან მილიონი ჟურნალ-გაზეთი და კი, უბრალოდ მასობრივ საშუალებებზე იმიტომ გამოვახედა, ხო შეიძლება რომ მიეწოდოს თქვა. რა თქმა უნდა, გეთანხმებით ჩვენ გვაქვს განსხვავებული, აი მამკა, რითი თქმა მინდა, იცით, აი
თქვათ არის ეს პოპ მუსიკა, ესე ჩავთვალოთ, ხო? რომელიც მე არ ვამბობ, რომ ცუდი გემოვნება ან რაღაცა. ყველა რადიოს, ყველა ტელევიზიას აქვს უფლება აირჩიოს თავის, მაგრამ აი თუნდაც წამყვან მუსიკალურ ტელევიზიებში არსებობს რაღაც ისეთი დრო, თუნდაც ღამე არის, რომ აი ცოტა განსხვავებული მუსიკა მიეწოდოს ხალხს სხვა ინფორმაცია. ეს შეიძლება სწორი ბრძანდებით მაესტროს შემთხვევაში, მაგრამ მე ჭუმეპარება რომ სწორი ბრძანდებოდეთ თქვათ რომელიმე რადიოს შემთხვევაში, არ რომელიმე კი არა, კონკრეტულად თუნდაც არ დაედარდოს შემთხვევაში ან რომელიმე სხვა რადიოს შემთხვევაში, იმიტომ რომ არსებობს რაღაც ფორმატი, თუ იმ ფორმატში არ ჭდება ესეთი გადაცემა, იქ ესეთი გადაცემა არ მოხდება ალბათ, რაც შეეხება მაესტროს შეიძლება სწორი ბრძანდებით ალბათ საჭიროც არის ესეთი გადაცემა, უფრო მეტი დოზით იყოს. ჩვენ სერგის აქ რადიო მუსიკალური გადაცემა. კი, ფორტუნას და არა ვიცი, მუსიკოლ და მუზორა. მე მოგაწოდო ინფორმაცია. ხო, ფორტუნაზე და ფორტუნა პლუსზეც, ესე იგი ფორტუნა პლუს არის მუსიკოლ, ფორტუნა მუზორა პლუს მუსიკოლ, სადაც სწორედ აი სერგი აკეთებს გვარჯალაძე ჩვენთან ორივე ამ გადაცემას, პარასკის, შაბათ საღამოს და კვირას საღამოს, შესაბამისად ფორტუნა პლუსზე და ფორტუნაზე, სწორედ აი ეს ახალი ჯგუფები, ახალი შემსრულებლები, საერთოდ უცნობი, აი ახლა რომლებიც იწყებენ თქვათ მუშაობას, მოღვაწეობას, მაგრამ უკვე რა თქმა უნდა, უკვე იგრძნობა პოტენცია ამ იმაში, სწორედ აი ამ გადაცემებში შეგიძლიათ ყველა შეუძლია მოისმინოს და უკვე სიმღერებიც ის პატარ-პატარა რაღაც ექსკლუზიური სინგლები თუ და ბევრი ინფორმაცია მიიღოს ამ გადაცემაში ისეთი, რომელსაც შეიძლება ესე ერთი კლიკით ინტერნეტში უცებ ვერც იპოვო. ძალიან საინტერესო გადაცემები, ასე რომ არსებობს ესეთი გადაცემა. ძალიან კარგი და კი და რა შეიძლება მეც გავცემ პასუხს, იმიტომ რომ მინდა ჩემს რადიოზე, რადიო ქართულ რადიოზე ვისაუბრო. თითქმის არ დაჩენილა ჯგუფი, რომლის თაობაზეც მათ შემოქმედებაზე და მათ დარეჯან გულიაშვილი აკეთებდა მახსოვს. დიახ, და არა მარტო დარეჯანი, ღმერთმა აწყობს მისი სული. არა მარტო დარეჯანი, დღემდე გრძელდება ეს გადაცემების ციკლი, ამ გადაცემია სახლი, სადაც მოდიან მუსიკოსები. ბუნებრივი თავდაპირველად უნდა გამოჩნდეს ჩანაწერი, უნდა გაჩნდეს ინტერესი ამ ჯგუფისა და სოლისტის შემსრულებლის მიმართ, ხოლო შემდეგ მასზე კეთდება გადაცემა. რაც შეეხება ამდაგვარი ტიპის გადაცემას, აი რომელიც დღეს გადის ეთერში, არსებობს ჩვენთან გადაცემა, გაკეთდა 45 გადაცემა, ვფიქრობ ჯერჯერობით ამოვწურეთ ჩვენი შესაძლებლობები. არ ვაკეთებ არასოდეს გადაცემას გადაცემისათვის. გადაცემას ყოველთვის ვაკეთებ სვენელისთვის. 45 გადაცემა შესრულდა სახელწოდებით აუდიო მედია, სადაც ვცდილობდით შეგვექმნა თანამედროვე შოუ ბიზნესზე ობიექტური კრიტიკა. ასე რომ ვფიქრობ, ჩვენ არ ჩამოვჩენილ ვართ და პირიქით რადიო 2-ზე სხვა შორის სულ არ მაქვს მასეთ შეხებულება პირიქით ერთ-ერთი რადიოა მე მგონი რომელიც მართლა რეტრო სიმღერებს უშვებს და დიდი მადლობა ნანა შემდეგში. იცით რა არის ხშირად იმეორებთ რეზუმად თქვა საერთოდ რა მესმის მსმენელი მაყურებელი ამას ითხოვს. მე მაქვს საუბარი უხარისხო თუნდაც კლიპებზე შეიძლება თქვენ არ მოგწონდეთ, მამუკას არ მოსწონდეთ, მაგრამ რეზოს მაგრამ უშვებთ იმიტომ რომ ამას მსმენელი ითხოვს. მე მინდა საწყის ეტაპს დავბრუნდე. ანუ სანამ მსმენელამდე ეს მივა, სანამ ის მოითხოვს. როდესაც თქვენთან თავდაპირველი ვარიანტი მოდის და თქვენ თვლით რომ ეს არის უხარისხო, მე არ ვიტყვი ვის, რომელ შემსრულებელზე, იმიტომ რომ გემოვნებაზე არ დავბენ, შეიძლება მე არ მომწონდეს და თქვენ მოგწონდეთ, მაგრამ აი რა პრინციპით საერთოდ არჩევთ? ეს გაუშვათ და იცით რა არის, ახლა მამუკას ყოველთვის დებდნენ ბრალს და შეიძლება ეს ატრიალებდა მაესტროს დებდნენ ბრალს, რომ ატრიალებდა უხარისხო კლიპებს ხშირად და ტრიალებდა. შეიძლება იცით რა ეს მსმენელის, მაყურებლის, თინეიჯერის გონებაში ეს ილექება. ერთი და იგივეს რო უყურებ, გინდა არ გინდა, მერე თან усმენ, ნუ ეს ითხოვ რა. შეიძლება მე ვპასუხო, და მე ვთქვი ეს კითხვა. ანუ თავიდან რომ მოაქვთ თქვენთან რადიოში, ტელევიზიაში, იქნებ საერთოდ არ გაუშვა და იქნებ არ მოითხოვოს იმ მსმენელს. მან გეტყვი ერთ რაღაცას მამუკა ბოდიში, შენ 1-2-3 დღე მოიცალე და ამოდი ჩემთან ერთად იყავი რადიოში და შენ ნახავ ყოველდღე რამხელა რაოდენობა მოდის ისეთი სიმღერების, რომელსაც ჩვენ არ ვუშვებთ ეთერში. შენ გონია რომ რაც მოაქვს ყველაფერი გადის ჩვენს ეთერში? არა, მაგრამ დამეთანხმებდით შენც თქვი და მე 20-დან 1 გადის 19 უკან მიდის. თუმარი რომელზეც შენ თქვი რომ მე შეიძლება არ მომწონს, მაგრამ თხოვენ და ვუშვებ და რა ვქნა, აი ესეთი მე მახსოვს ასეთი რა არ ვიტყვი, უბრალოდ ვინ იყო ასე. არის კი. ხო, მაგრამ ითხოვენ. სანამ მოითხოვენ. აი იმას რატო ხო არის, ხო მეთანხმებით იმ ჰიტებში, იმ ხშირად ტრიალებს ისეთი კლიპები და ისეთი სიმღერები რადიოში
რომელიც არ კი, არის მაგრამ იცი რა ხარისხიანი და არა, არის ხარისხზე მოდი ნუ მეტყვი Fortuna Plus-ზე იგივე არა. მე ხარისხს მე მუსიკალური ხარისხს არა ჩანაწერის ხარისხს ანუ ჩანაწერს კი გასაგებია მუსიკალურ ხარისხს მუსიკალურ ხარისხს ისე მივდივართ რომ შენთვის არის იქნების ცუდი და სხვა 20-ისთვის კარგი მაგრამ თვითონ ხარისხი რასაც ქვია ტექნიკური ხარისხის ტელევიზია აი მამუკას აზრით მაინტერესებს აი ეს ხშირი ტრიალი ჯერ ერთი აბსოლუტურად მცდარია ის წარმოდგენა რაც უმრავლესობა ჟურნალისტებს გაგაჩნიათ აქ საერთოდ ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრით რა თქმა უნდა ჩემი სუბიექტური აზრით პირველ რიგში რაც შეეხება გემოვნებას არსებობს აზრი საზოგადოებაში რომ აქაც გაჟღერდა რომ რასაც ბევრს მეაწოდებ ის გაუფუჭებს ადამიანს გემოვნებას მარტივ მაგალითს მოვიყვან მე დავიბადე და გავიზარდე ერთ-ერთ ჩვეულებრივ მიკრორაიონში სადაც იდგა ბევრი 8 სართულიანი სახლი და უყურებდი მას ძალიან დიდი ხანი მაგრამ პარიზში რო ჩავედი ძალიან მომეწონა ეს არქიტექტურა და ანუ განვასხვავებ მთელი ცხოვრება უყურებდი 8 სართულიან ხრუშოვკებს მაგრამ მომეწონა კარგი არქიტექტურა არსებობს ლამაზი ქალი უფრო ცოტა ვიდრე ჩვეულებრივი ქალი ხო ბუნებაში ესე არის მაგრამ ყველა მამაკაცი არჩევს მიუხედავად იმისა რომ უფრო ხშირად უყურებს ჩვეულებრივ ქალს ლამაზ ქალს ჩვეულებრივი ქალისგან ანუ მე რაც არ უნდა ვატრიალო უგემოვნო მუსიკა მე გემოვნებას თქვენ ნანა ვერ გაგიფუჭებთ ვერანაირად ვერ გაგიფუჭებთ მე ვერ გამიფუჭებთ იმიტომ რომ მე ჩამოვიდა რაც შეეხება ბავშვებს ჩემი შვილები გემოვნებით ყალიბდებიან არა ტელევიზორიდან არა რადიოდან არამედ ოჯახიდან ჩემი აღზრდიდან მე ვაძლევ მათ მემართულებას აი მოусმინე ამას აი წაიკითხე ესე უნდა იყოს რაც შეეხება ახლა აქ თავს იმართლებდა არდაიდარდოსთან დაკავშირებით რეზო და ეს არის ფორმატი რადიოსი თუ საქართველოში იქნება მხოლოდ ერთი რადიოსადგური მე თქვენს მხარეს გადმოვждები და ვეჩხუბები რეზოს რომ რატო ატრიალებ ესეთ მუსიკას როდესაც საქართველოში არის იმდენი რადიო უკვე რამდენი ალბათ ჟანრიც არსებობს მუსიკაში ამ რადიოს აქვს ეს მემართულება მორჩა და გათავდა აი კომერციულია ეს და აკეთებს სხვა არის საზოგადოებრივი რადიო და ტელევიზია რომელსაც უნდა გაითვალისწინოს უკვე ალბათ რაღაც დონე მაგრამ კომერციულ რადიოს და კომერციულ ტელევიზიას აბსოლუტურად არ აინტერესებს არანაირი გემოვნება რაც კომერციულია რაც თანხას ფულს შემოიტანს აი მისთვის ის არის საინტერესო და ეს არის ძალიან ჯანმრთელი მიდგომა რატომ მხოლოდ ბაზარი მხოლოდ საბაზრო მიდგომა არის მართალი ნებისმიერ საზოგადოებაში ანუ ის რაც უნდა ბაზარს ის რაც უნდა საზოგადოებას აი ეს არის მისი მოთხოვნილება და უნდა მიაწოდო ის კი მაგრამ ესე იგი მივდივართ იქამ თქვენ რომ ესე რეზუმე რო გავაკეთოთ მასმედიას არც ჩვენ ჟურნალისტებს არც მარტო მაესტროს და ფორტუნას და არდაიდარდოს კი არის საერთოდ მასმედიას არანაირი როლი არ მიუძღვის იმაში განმანათლებლური თუ გემოვნების ნებისმიერ სფეროში მარტო მუსიკალურს არ ვამბობ ნებისმიერ სფეროში რა ვიცი აი პოლიტიკას ყველაფერში არანაირი ზეწოლა ტელევიზიას ეს შეიძლება მოთხოვოთ მხოლოდ საზოგადოებრივ ან ამჟამად ყოფ სახელმწიფო არხებს. იმიტომ რომ მე რადიო ფორტუნა და ბევრი სხვა რადიო ვართ კომერციული სტრუქტურა. ჩვენ რო ვატრიალოთ მუსიკა ჩვენი გემოვნებით, ჩვენი რადიო კომპანიები და ტელეკომპანიები დაიხურება. იმიტომ რომ არ იქნება შემოსავალი. ვეღარ იარსებებს, აღარ იარსებებს. თუმცა არსებობს რადიოები, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ ატრიალებენ რაღაც შედარებით დაბალი დონის მუსიკას, მაგრამ ცდილობენ იქ დაატრიალონ კარგიც. და ჩვენ თუ მივყევით აი იმ აზრს და იმ ტალღას, რომ აი გემოვნებაზე ვიფიქროთ და ვატრიალოთ ის, რაც მართლა კარგი მუსიკაა, მაყურებელი აღარ იქნება, მსმენელი აღარ იქნება და ეს რადიო და კომპანია ანუ თქვენ ამბობთ დღეს მომხმარებელი არ არის დღეს მომხმარებელს ანუ იმაზე ვისაც არის გათვლილი კომერციული ტელევიზია იმის მომხმარებელი არ არის გემოვნებიანი და მას ჭირდება დაბალი ხარისხის მუსიკა იმიტომაც იყიდება დაბალი ხარისხის მუსიკა კი ბატონო აი თქვენ წარმოიდგინეთ ხართ ქორწილში მიირთვით რამოდენიმე ჭიქა ალკოჰოლი თქვა შამპანიო ხართ მშვენიერ ხასიათზე და იქ ჩაგირთონ თქვა ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონია მოგეწონებათ ეს ხო გემოვნებიანი მუსიკაა. ანუ ნებისმიერ მუსიკას თავის დანიშნულება აქვს. მე რომ მანქანით მგზავრობ, სხვათა შორის ძალიან ხშირად ვუსმენ. ძალიან მსიამნებს ფორტუნას ყოველი საათის შემდეგ
მანქანაში როცა გეთანხმებით? კი, არა, კლასიკური მუსიკა მე ძალიან მიყვარს. მაგას არ ვამბობ მე. მე რას გეუბნებით რომ გააჩნია მე რა განწყობაზე ვარ, იმ განწყობის მიხედვით ვირჩევ რადიო სადგურს. ძალიან ხშირად ახლა ლიზამ საყვედურის ტონით უთხრა ქალბატონ მანანას რომ ესე იგი თქვენ რეტროს ატრიალებთ და ჩამორჩით დროს. არა, რატო ჩამორჩენ დროს? ეს ფორმატია შეიძლება რადიოს, ეს სულაც არ არის დროის ჩამორჩენა. აბსოლუტურად არ არის. მაინც მარტო რეტროს არ ვატრიალებ. არა, რომ წატრიალებდით ქალბატონ მანანა, ეს არის თქვენი ფორმატი. ამაში ცუდი არაფერი არ არის. მე გააჩნია როგორ ხასიათზე ვარ. იმის მიხედვით ვირჩევ რადიო სადგურს. და გემოვნებაზე თუ მიდგება საუბარი, თავარი ის კი არ არის მე რა მომენტში რას უსმენ. უფრო ხშირად რას უსმენ. ანუ უფრო ხშირად რას უსმენ, თორე ეხლა კიდევ ერთხელ გეუბნებით ქორწილში რომ ჩაგირთონ იგივე ბეთჰოვენი ან ბახი გაიქცევით იმ ქორწილიდან, ხო? იქ უფრო მსუბუქი მუსიკა გინდათ, უფრო ისეთი, ანუ ყველანაირ რადიოს აქვს არსებობის უფლება. რახან უსმენენ არ დაიდარდოს და შესანიშნავი გათვლა იყო და შესანიშნავი კომერციული გათვლა იყო და აქტუანებული ვარ საერთოდ ამ რადიოს გახსნით არა მისი მუსიკით რაც იქ ტრიალებს ეს იყო შესანიშნავი. არის საზოგადოება რომელსაც უნდა ეგეთი მუსიკა. მაშინ ავიღოთ ეს ხალხი ჩავსვათ ციხეში 1-2 წელი და ვასმენოთ გემოვნებენ. არ უნდა იმას, ეს უნდა. რატო უკრძალავთ? რატო უნდა აუკრძალოთ ამ კატეგორიის მსმენელისთვის იმ მუსიკის მოსმენა, რომელიც მათ უნდათ. და კიდევ ერთი კითხვა. ის კლიპები მე შეიძლება ვერ გავიხსენო ზუსტად სახელები, იმიტომ რომ მე მათი თაყვანისმცემელი არ ვარ, რომელიც ტრიალებდა მაესტროს ეთერში. ნუ არ ვიცი, პატარა სალო თუ რა, მოკლედ რა, არა. ბევრი შეიძლება ზუსტად ვერ გითხრათ მეთქი, მაგრამ ბევრი არის ისეთი, რაც თქვენ დაატრიალ, პოპულარიზაცია გაუწიეთ თქვენ. თქვენ ხო დაარასკრუტკეთ ჭალებში. თქვენ რომ არ დაგერასკრუტკებინათ, არ თქვათ და ვერ დამარწმუნდებთ იმაში, რომ ამას მოითხოვდა რომელიმე მსმენელი. მაყურებელი. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ეს არ უნდა გამოქვეყნებინა. აი მე ვამბობ იმაზე, ალბათ ხვდებით, ნუ ახლა ვერ ჩამოვთვლი ზუსტად უხარისხო, აი ბევრი რომელიც $100 ღირებული კლიპები, რომელსაც იღებენ რაღაც უხარისხო რაღაც ტრიალებდა. თქვენ რო არ დაგეტრიალებინათ, მე დარწმუნებული ვარ, რადიოში შეიძლება ცუდი სიმღერა რო არ დატრიალდეს, იმას უბრალოდ მე აღარ ამი მოითხოვს. მოხარებელი შეგუება და კომერციული თვალსაზრისით. არა, იცით რა არის ეს იგივეა, რომ აი საქართველოში არ არსებობს როგორ თქვა ოფსობოკი ყოფაქცევის ქალები რო არიან შენობაში ოფიციალურად. ხო, ბორდელები არ არსებობს, აროსკიპოები არ არსებობს, მაგრამ არსებობენ როსკიპები. ანუ მე არ დავატრიალებ სხვა და ანუ არა, ოფიციალურად ვამბობ. ოფიციალურად ეს არ არსებობს, მაგრამ არსებობენ ხო ისინი, ანუ მე არ დავატრიალებ, დაატრიალებს სხვა. ვინ? ბაზრობაზე გამყიდველი. ბაზრობაზე ატრიალებ, ბაზრობა არ არის მას მედია, ეს არ არის ბაზრობა მას მედია, ამას არ უყურებს მილიონი კაცი. კი, მაგრამ ზუსტად იგივე შპს ვარ, მე რა შპსც არის ბაზრობა, ჩემგან მოითხოვთ მეთქი იმას. მე ვარ კომერციული სტრუქტურა, ნანა, სწორად გამიგეთ, მე განა წინააღმდეგი ვარ გემოვნებიანი მუსიკის. მე ვარ კომერციული სტრუქტურა. ეხლა მე თქვენ გეტყვით რატო ვატრიალებდი, იმიტომ რომ მე მინდოდა გამომეწვია შოუ ბიზნესში ბუმი და მე მგონი გამოვიწვია, მაესტრომ გამოვიწვია ბუმი, ხო? არსებობდა 70 კლიპი სანამ მაესტრო გააკეთებდა გასართობ ტელევიზიას და გახდა 1500 კლიპი 2 წელიწადში. რატომ? ეს ბუმი გააკეთდა, ეხლა თუ დააკვირდით ჩვენ ახლანდელ ეთერს, აბსოლუტურად რადიკალურად არის შეცვლილი, იმიტომ რომ ის ეტაპი გავიარეთ, გამოვიწვიეთ ინტერესი და ამ ინტერესმა უკვე მოგცა საშუალება რომ ეხლა დავწყნარდეთ და გაუშვათ ის, რასაც თვლით ასე თუ ისე გემოვნებიან. ბატონო მამკა, ანუ ეს იყო მიზანი, იყო პოპულისტური და მატერიალური მიზანი მხოლოდ, ხო? საერთოდ ყველაფერი პოპულისტურია. თქვენ უგონიათ რომ დედამიწის ზურგზე რაიმე არაპოპულისტური არსებობს გარდა რელიგიისა. ყველაფერი პოპულისტურია, რაც კეთდება. პოპულიზმი, ცუდი სიტყვა არ არის. ამაში ცუდი არაფერი არ არის. კიდევ ერთხელ ავხსნი, ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ მომხდარიყო ბუმი ქართულ შოუ ბიზნესში და ამოძრავებულიყო ეს სტრუქტურა. ამოძრავდა კიდევაც 2 წლის წინ და 3 წლის წინ მე მახსოვს, ბევრი ქართველი მომღერალი, მე მაშინ სახელმწიფო არხზე მუშაობდი, ტელეფონებში დადიოდნენ და თხოვდნენ, ვისაც ჰქონდა კლიპი, რომ სადმე დაეტრიალებინათ. დღეს გადახედეთ, არ არსებობს ტელეკომპანია, რომელიც ძალიან დიდ დროს არ უთმობდა მუსიკას. მე ვთვლი, რომ ამაში ჩვენი დამსახურება ძალიან დიდი მაესტროსი.
თუნდაც იმიტომ რომ უამრავი ოპერატორმა, უამრავმა რეჟისორმა, უამრავმა კლიპმეიკერმა, მუსიკალურმა რეჟისორმა და ასე შემდეგ სამუშაო ნახა. ეს უნდა მომხდარიყო, ჩვენ არ გავაკეთებდით, სხვა გააკეთებდა ამას. საბოლოო ჯამში მე მაინტერესებს, აი თუ შეგიძლიათ კონკრეტულად მიპასუხოთ 4-ვემ, რა არის მუსიკალური ტელევიზიის და რადიოს მიზანი? კონკრეტულად უნდა იშოვოთ თქვენ კომერციულ სტრუქტურებზე მაქვს საუბარი ამ შემთხვევაში, უნდა იშოვოთ ფული, არჩინოთ ოჯახები და ის ხალხი, ვინც მუშაობს ამ რადიოებსა თუ ტელევიზიებში, თუ უბრალოდ აი რაღაც გარკვეული დოზით მაინც იზრუნოთ იმაზე, რომ ელემენტარულად საზოგადოება ინფორმირებული იყოს სხვადასხვა თუნდაც ჟანრებზე. აი მე შემიძლია გითხრათ მაგალითი, რომ აი დღეს არამც თუ ჩვეულებრივი მოსახლეობა, არამედ მომღერლებიც კი არ არიან ინფორმირებული ელემენტარულად თავიანთ წინაპრებზე, ანუ პროფესიულ წინაპრებზე. ხო არ შეგიძლიათ აი დაფიქრდეთ რომელიმე თქვა ნებისმიერ თქვენგან დააკეთოთ ისე თუ შეიძლება, იმიტომ რომ თქვენ საკმაოდ არა ჯერ ერთი მე ვარ გაზრდილი ძალიან ესეთ ხალხურ მუსიკაზე, იმიტომ რომ წვენ ოჯახში მყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც ხალხურ მუსიკას მე ხალხურ მუსიკას ძალიან მიყვარს და ძალიან მინდა ვატრიალო. მაგრამ მერწმუნეთ მე რომ ვატრიალო ხალხური მუსიკა იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა არსებობს, ის ჩანაწერები, ანუ დგას 7 კაცი, კადრი მიდის, კადრი მოდის. რადიო სხვა არის. ტელევიზია, ანუ გამოსახულებაც უნდა იყოს. მე ამით შევაძულებ თინეიჯერებს ხალხურ მუსიკას. თუ ხალხური მუსიკა მოწოდებული იქნება იმ თანამედროვე ხერხებით, რა ხერხებით მიღებულია მთელ მსოფლიოში, მე სიამოვნებით ვატრიალებ ხალხურ მუსიკას, რაც შეეხება თქვენს ერისიონი მაგალითად, რაც შეეხება თქვენ, რაც შეეხება და ერისიონი თუ გახსოვთ პირველი პოპულარიზაცია დღეში 10-ჯერ პირველად ერისიონი დავატრიალე და რაც შეეხება თქვენ პირველ შეკითხვას, კომერციული რადიო ან კომერციული ტელევიზია თუ არსებობს, თუ აქვს მას შემოსავალი, ესე იგი ის სწორად მიდის. აქ მეორე ვარიანტი არ არსებობს. თუ ამ რადიოს ან ამ ტელევიზიას აქვს არსებობის შემოსავლის წყარო, ის სწორად მიდის. თუ მას შემოსავლის წყარო არ აქვს, ის შეწყვეტს მაუწყებლობას და ესე იგი ის არასწორად მოქმედებდა. ბატონო მამუკა რეზო გვანცა თქვენთან მაქვს ისევ ეს კითხვა კომერციულობასთან დაკავშირებით. გასაგებია რომ უნდა ატრიალოთ მუსიკა და სიმღერა და კლიპები ისეთი, რომელმაც უნდა შემოიტანოს რეკლამა და შესაბამისად უნდა იყოს ტელევიზიაში ფული. მაინტერესებს რამდენად მიზანშეწონილია, როდესაც იღებთ იგივე თუ ხდება, ჯერ ეს მაინტერესებს, თუ ხდება ესეთი ფაქტები, რომ თანხებს იღებთ იმათგან, ვისაც მოაქვს ეს პროდუქცია. თამს თუ იღებთ 50 ლარს ზემოთ თუ იღებთ თამს. მეძლევა მე პირადად საშუალება 50 ლარს ქვემოთ არ იცვლება. 50 ლარს ქვემოთ საჩუქარია და 50 ლარს ზემოთ თუ შეიძლება მე დავიწყებ ამაზე პასუხის გაცემას, კიდევ ერთხელ მეძლევა საშუალება რომ ეს განვაცხადო პირდაპირ ეთერის საშუალებით, თუმცა მოდიან ხოლმე ძალიან ბევრჯერ მოსულან და აი დისკით ხელში ვიღაცა კაცშვილს ვარც უნახავს ცხოვრებაში და არა, რა ღირს კი არა, მე ვიცი რომ თქვენთან სიმღერის დატრიალება ღირს $500. ანუ განაასახელებს ან 2 კვირა ან 1 მაგდეს ხო დისკი უჭერს და თქვენთან დატრიალება $500 და ის $500 შეიძლება უდევს კიდე ჯიბეში. ამბავი, ესეთ მეძვირეები ხარ? არა, ხო და მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო, შეგიძლიათ ნებისმიერი ქართველი მომღერალი გააჩეროთ ქუჩაში ან იქ სადაც მას დაინახავთ და მგონი ვერ ნახავთ. ჩვენთან რადიო სადგურში არის მომღერლებთან და შოუ-ბიზნესთან, ну, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მომღერლებთან ურთიერთობა, კონტრაქტული სახის ურთიერთობა. ანუ ჩვენ ყველა შემსრულებელთან გვაქვს კონტრაქტი, ჩვეულებრივი კონტრაქტი გაფორმებული, სადაც ორივე მხარისათვის მისაღები რაღაც პუნქტებია. ანუ მე ვუკეთებ რასკრუტკას, ვუტრიალებ სიმღერას, ვუკეთებ პრემიერას, გამოუშვებს ალბომს, ვუკეთებ ამ ალბომის რეკლამას, ვუშვებ ეთერში, აქვს კონცერტი, ვუკეთებ საინფორმაციო მხარდაჭერას. სამაგიეროდ მე თუ მაქვს რამე კონცერტი, ის გამოდის ჩემ კონცერტზე ვთქვა რამდენი სიმღერას. ხო არა, კონტრაქტი, ანუ ფული ჩვენთან არ არის. კონკრეტულად კონტრაქტი რა რომც იყოს რა, რომ იყოს მე რა არის. ბარტერი გაცნის. ჩვენ და რაც არის, იმას ვიძახი. კი ბატონო, დაარქვი ბარტერი. ფულს არ იღებთ მომღერლებისგან. დარწმუნებული ხართ, რომ ეს ხო დარწმუნებული ხართ, რომ ფულს თქვენ არ იღებთ ხო მომღერლებისგან. ეს არ ხდება ფორტუნაში და ფორტუნა პლუსში. ხო, აბა მე ხა სხვა რადიოში ვარ. არ დაიდარდოზე თუ შეიძლება კითხოს. არ დაიდარდოშიც არ ხდება. არა, არ დაიდარდოში, მე მგონი რასკოტა არის რაღაც ოფიციალური, თუ არ არის.
არ არის გადასახადი. ყოველ შემთხვევაში მაშინ მე გეტყვით რომ ციხებდნენ რა არის ამაში ცუდი მაია. წინ ბატონო. რომ ციხებდნენ რა არის ამაში ცუდი. ანუ მე გეტყვით რა არის? აი სწორედ ეს კონკრეტულ ფაქტებზეც არის ოდნავ მოგვიანებით, მაგრამ აი გავცემ რა არის ცუდი, მკითხოს პასუხს, ანუ ის რომ მე მოვიტან დაუშვათ ძალიან მდარე ხარისხის მუსიკას. თუნდაც მუსიკალური თვალსაზრისით, თუნდაც ჩაწერის, ანუ ჩანაწერის თვალსაზრისით, ხო? და მე გადაგიხდით თქვენ რაღაცა თანხას და ამას დამიტრიალებ. მე უკვე მოქმედებ და ვაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ გავაფუჭო მსმენელის გემოვნება, მე თქვენ ამას დამირასწრებ და გახდით. მერწმუნეთ, რომ რადიო არ დაიდარდო, არ არის შექმნილი იმისთვის, რომ ან დახვეწოს, ან ზემოქმედება გააკეთოს მსმენელის გემოვნებაზე. რადიო არ დაიდარდო, ეს არის კომერციული სტრუქტურა, შექმნილია იმიტომ, რომ აწარმოოს ბიზნესი და ნახოს მოგება. ბატონო მამუკა, შეიძლება მიზანი არ არის ის, რომ თქვენ ჩამოაყალიბოთ მუსიკალური გემოვნება, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ თქვენს მიერ ყალიბდება მუსიკალური გემოვნება. დღესდღეობით არ არსებობს თქვენს გარდა არც ერთი მუსიკალური. კარგით, თქვენ რომელი რადიოსადგური მოგწონთ? სიმართლე გითხრათ, მე რადიოსადგურებს უსვენ მაშინ როცა ძალიან თავისუფალ დრო მოგდა, ეს მაქვს ძალიან იშვიათი. ხო, რომელი მოგწონთ თქვენ? აი თქვა თქვენ მოგწონთ რაღაც რადიოსადგური 705. აი მე სხვათა შორის მომწონს ფორტუნაც მომწონს და ფორტუნა ხო არსებობს ეს და გაანებეთ ამ არ დაიდარდოს თავი უსმენეთ იმას კაცო. გასაგებია, მაგრამ ძალიან ბევრი მსმენელი ყავს, აი გვანცამაც აღნიშნა. იმიტომ რომ უნდათ იმათ ამის მოსმენა, უნდათ იმათ ამის მოსმენა, რომ არ არსებობდეს სხვანაირად მოусმენენ ისინი ამას. იგივე ბაზრობას მეც გიპასუხებთ იმაზე. ფულთან დაკავშირებით, ჩვენთან არის ესეთი პრაქტიკა მიღებული, თუ რომელიმე კლიპი არ მოგწონს და არ უშვებთ იქ, რაც არ უნდა გადაგვიხადონ, ის კლიპი არ გავა, აქ ელემენტარული თავმოყარების საკითხია. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული რასკრუტკა, ანუ თქვათ, მე თქვენ გითხარით, რომ აი ეს თქვენ კლიპს მე დავატრიალებ თვეში 30 ჯერ. და თქვენ მითხარით, რომ მე არა, მე მინდა 50 ჯერ. აი 20 ზემოთ რაც არის, ეს საერთოდ კლიპი არის მომღერლის რეკლამა, აი 20-ისაც გადაიხდით თანხას. თუ გაინტერესებთ, ფასებსაც გეტყვით. ძალიან დიდი მადლობა. რეზო, იგივე სისტემაა თქვენთან? არა, ჩვენთან არის არ დაიდარგოს რადიოფორტული სისტემა, მე ფორტუნა პლუსზე რეზო, შემოვიღეთ ეს სისტემა, მე თვითონ კარგია. კონტრაქტებს ვდებ, ხოლმე უკვე ცნობილ და უკვე პოპულარულ ადამიანებთან. ანუ ჩვენ ახალი სახეების პოპულარიზაციას არ ვეწევთ. მაშინ მე გეტყვით მარტივ მაგალითს. კი ბატონო. მარტივ მაგალითს, რადიო არ დაიდარდო. მე რამდენიმე დღის წინ დავრეკე რადიო არ დაიდარდოში. სიმართლე გითხრათ, სახელს და გვარს აი შევეცდები, რომ არ დავასახელო. მაქსიმალურად შევეცდები კოლეგიალური პრინციპებიდან გამომდინარე, სახელი და გვარი არ დავასახელო. თუმცა თუ საჭირო გახდა, რა თქმა უნდა, ალბათ ამასაც ვიტყვი. მაგრამ კიდევ ერთი რაღაც, ანუ მე ვიკითხე ესეთი რაღაც, მინდა რომ მოვიტანო 13 წლის ბავშვის სიმღერა. შესაძლებელია თუ არა ეს სიმღერა დავარასკრუტკოთ, ანუ ბავშვს არ უჭირს, ბავშვის ოჯახს არ უჭირს მატერიალურად. მაშინ მითხრეს ესეთი რაღაც, ანუ მიპასუხეს რადიო ფორტუნა პლუსის არ დაიდარდოს წარმომადგენელმა. რადიო ფორტუნაზე და ფორტუნა პლუსზე ეს გამორიცხულია. აი რაც შეეხება რადიო არ დაიდარდოს, მე შემიძლია შენ დაგეხმარო. ანუ 6 საათამდე ჯეოპოპში ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, ანუ 2 კვირის განმავლობაში ჩვენ დავარასკრუტკოთ ეს სიმღერა დღეში 2 ჯერ, თუ ის ბავშვი მოიტანს $300. ანუ ესე იგი პრაქტიკა გაკეთებულია ამ რადიოსადგურში. 200 ეხავდა. არა. ჰაერში 200. აქ რაშია საქმე? ესე იგი არ დაიდარდოზე, რას უკვე გაუკეთებია? ძალიან კარგი, რა არის ამაში ცუდი? რა არის ამაში ცუდი? სამწუხაროდ ეხლა თვითონ არ დაიდარდოს მენეჯერი აკეთებს. და მე მკითხეთ შემდეგ, თუმცა კარგი იქნება თუ ჩვენ ამ სიმღერას მოგვასმენებთ და მე შევეცადე რომ რაღაცნაირად უარიე თქვა ამ სიმღერის დარასკუტა, იმიტომ რომ ვეუბნები რომ ეს არის ბრიტნი სპირზის Crazy-ს ქართული ვერსია და ამ შემთხვევაშიც დაარასკუტებ თუ $300 მოგიტან, $1 მოგიტან და ანუ 2 კვირის განმავლობაში დღეში 3 ჯერ ესე იგი ერთი გაშვება რაღაც გარკვეულ თანხა გამოდის. არ ვიცი ხა არ დაიდარდოს რამდენი მე რამდენიც ვიცი უნდა აქ ყველა კითხვაზე გაგიცათ პასუხი რაც არის. კი, მაგრამ ამაში ცუდი არაფერი არ არის. მარტივი რაღაცა. ანუ იმიტომ ყვები რომ მე რომ მომინდეს ძალიან დარე ხარისხის მუსიკის დარასკუტება თუ მე გადავიხდი თანხას თქვენ ამას დამირეკეთ. თქვენ მოიტანეთ $300 დაგიტრიალეთ. ძალიან დიდი მადლობა. აი ეს ხო გიპასუხეს რომ იმ ორ სადგურში არა. იმ ორ სადგურში არა. ესე იგი ანუ გემოვნებაზე ზრუნავენ, არა იქ და ეს არის კომერციული სტრუქტურა, გაიგეთ, ნუ ეს არის კომერციული სტრუქტურა. მე რომ რადიო გეტყვი მე რადიო აი თუნდაც არ ზრუნავენ. აი ხა მე რო ავდგე
და სიტყვაზე ვამბობ, ჩართო ვირის კროკინი 24 საათი. მე ჭკუა არ მომეკითხება, მე ვარ კომერციული სტრუქტურა. მე არ დამიწყებს მაყურებელი ყურებას, დაეცემა ჩემი რეიტინგი, არ შემომივა რეკლამა, გავკოტრდები და ის კროკინიც გამოირთვება. კარგად თუ იქნება კი ბატონო. გემოვნება ერთადერთი და აი ამ თემაზე დავა საერთოდ, მე ესე ვთვლი, შეიძლება სახელმწიფო რადიოსთან, რომელსაც ჩვენი ხელფასიდან უხდით თანხას იმ მათ თანამშრომლებს, რომ მათ იზრუნონ ჩვენს გემოვნებაზე, მოგვაწოდონ მუსიკა და ასე შემდეგ. თუმცა მე ვთვლი, რომ სახელმწიფო რადიოც და სახელმწიფო ტელევიზიაც უნდა ითვალისწინებდეს აუცილებლად საზოგადოების ყველა ფენის მოთხოვნილებას. იმიტომ რომ მე თუ მომწონს შალახო და ჩემი ბიუჯეტიდან, ჩემი ხელფასიდან მე ვიხდი ამის თანხას, იმან რაღაც შეიძლება არა პრაიმ ტაიმში, მაგრამ რაღაც ფორმით ესეც უნდა მომასვენინოს. ძალიან მცირე დოზით, მაგრამ უნდა მომასვენინოს. გასაგებია, დიდი მადლობა ნიკო ნერგაძეს შეწუხებული სახით იცდის მიკროფონი. მოვიწმინეთ ცოტა, არა მე რაც საერთოდ საერთოდ, მაგრამ ეგეთი კითხვა მაქვს თქვენთან. მე მაგ ჯერ შენთან ერთი შეკითხვა. ყოველ პრესის სხვადასხვა რაღაცის წარმომადგენელი რატო ხარ? ბოლოს რო შევხვდი 24 საათს წარმოადგენდი, ახლა წარმოადგენ რას? 4 სამსახური აქვს ნიკო ნერგაძეს ჯემრეზო. შენ საერთოდ წინაზე აქიჯექი ხო მანძიხო. ხო ხედავ. მე მაინტერესებს რომ აი მაყურებლის გემოვნება როგორია მაესტროს, ანუ კონკრეტულ კითხვა დავსვამ და რატოსა მე ხლა ვთქვი რომ ლაშა მახსენა მოკლე შარტყვა იყო გადაცემა, სოლოში არის ხოლმე აი ესეთი როგორ ვთქვა, არა მეინსტრიმული სიმღერები, გემოვნება და კარგი და ცუდი რო არ ვახსენებ. უბრალოდ მაინტერესებს, რადგან არ დევნებ თვალყურს, usmens ხალხი ამას და უყურებს თუ მაინც ხვიბლიანი ურჩევნიათ და რა ვიცი, ანდრე ჯოხაძე. აქვს ამას პოტენციალი? იცით, კიდევ ერთხელ ვამბობ, ნებისმიერ მუსიკას აქვს არსებობის უფლება. აი, თუნდაც ის რაღაც ტომები, რომ ბარაბანზე ურტყამენ და გამოსცემენ რაღაც რიტმს, იმასაც კი არსებობის უფლება. არა, უფლება რა თქმა უნდა აქვს ბატონო, უყურებს თუ არა ხალხი, ანუ იცით, ჩვენ ახლა სტრატეგია შევცვალეთ, არ ვიცი ადევნებთ თუ არა თქვენ ჩვენს ახალ ეთერს ყურადღებას, ჩვენთან რადიკალურად სხვანაირი მუსიკამ დაიწყო ტრიალი, თავარეს სწორად მეაწოდო. ანუ მეაწოდო აი ჩვენ დროის რაღაც გარკვეულ ეტაპზე გვიყურებს რაღაც კატეგორია. ანუ თქვა 4 საათზე მე არ მიყურებს 30-დან ზემოთ დღის 4 საათზე. მაყურებელი, იმიტომ რომ ისინი ან მუშაობენ, ან რაღაც სხვა რამით არიან დაკავებული. ამიტომ მე მაქვს ჩასმული SMS შოუ, ეგეთი გადაცემა, სადაც თინეიჯერები აგზავნიან SMS-ებს და უკვეთავენ თავის სიმღერას. სწორედ სოლო, იმიტომ მაქვს ღამის 12 საათზე ჩართული და ეთერში ჩასმული, რომ თინეიჯერს უკვე ძინავს და უკვე უფრო სერიოზული გემოვნების და სერიოზული მაყურებელი ყავს. ანუ თუ სწორად დაგეგმავ და მეაწოდებ, ანუ სოლო რომ მე გავუშვებ თქვა 4 საათზე იმას მაყურებელი არ ეყოლება და 12 საათზე ყავს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჟანრის, ნებისმიერი მიმდინარეობის მუსიკას თავის მაყურებელი ყავს. უბრალოდ უნდა იცოდე აი ეს კატეგორია როდის გიყურებ, შენ რომ მეაწოდო ზუსტად. და კიდე ერთი კითხვა მაქვს ზოგადად მაესტროს მიმართულებაზე, რომ აი როგორც MTV-ს გამოვიდა, თქვენც ისე ხართ, რომ ნაკლები კლიპების ჩვენება არა? ისო MTV-ს ეგ თავიდან სულ კლიპებს ატრიალებდნენ და ეხლა უფრო გადაცემების არხია. თქვენთანაც დაახლოებით ეგეთი ისა. აი როგორც წეგანაც აღნიშნა გვანცამ მე მგონი, საქართველოს საერთოდ ესეთი ქვეყანა, მე მახსოვს ლოტო მე მყავდა, საოჯახო ლოტო იყო ესეთი, რომელიც 2 მილიონ ბილეთს ყიდდა კვირაში, ძალიან ის იყო და ესე ბუტკებივით ჩადგეს, გაჩნდა ქართული ლოტო, იქ რაღაც ფრანგული ლოტო, რაღაცა და ასე შემდეგ. ასევე მოახდინა ჩვენმა მუშაობამ, მაესტრომ, ესე იგი, როგორც კი გააკეთა ესეთი მუსიკალური ტელევიზია, არ ვიცი დღეს უყურებ თუ არა და 5 თუ 6 მუსიკალური არხი არის. აქედან გამომდინარე ჩვენ რადიკალურად შევიცვალეთ, 1-2 წელიწადში ალბათ ისინი შეიცვლებიან და რასაც ახლა ვაკეთებთ, მერე გააკეთებენ. ამიტომაც შევიცვალეთ ჩვენ. ძალიან პატარა დოზით ვაძლევთ უკვე ქართულ ესტრადას და რასაც ვაძლევთ, ვცდილობთ მივცეთ ისეთ. ანუ პირველმა სტერეო მორასორმა და ტელეიმედმა ნიშა წაგართვეს თუ ასე ვთქვათ მიუგდეთ ნიშა და თქვენ შემდეგ ჩვენთვის საინტერესო აღარ გახდა ქართული კლიპების ამ დოზით ტრიალი, პირდაპირ ვიტყვი და საერთოდ კლიპების ასეთ დოზით ტრიალი, თქვენ თუ გახსოვთ ძალიან დიდი, ნუ პრესშიც იყო ხოლმე ძალიან დიდი აჟიოტაჟი გემოვნებასთან დაკავშირებით. მათ შორის მე მომღერლებისგანაც ვიღებდი ამ შენიშვნებს. ეხლა, როდესაც ერთ-ერთ არხზე გადის ჩემი ძალიან ბევრი აკრძალული, ასე ვთქვათ, კლიპი, რომელიც მე არ გავუშვი თავის დროზე და ერთი 100 კლიპი იყო, მე მგონი თუ ნაკლები შეიძლება 50 ეგეთი და ეხლა დაიწყო ამან ტრიალი, აბსოლუტურად ჩუმად არის მასმედია, აბსოლუტურად ჩუმად არიან მომღერლები. დაივიწყეს, არა, ეგრე არ არის, ის მომღერალი ხო უყურებს.
ის მომღერალი ხო უყურებს. ნუ ჩვენ კიდე რაღაც ნიშა გვეჭირა. ეხლა ეს ნიშა საერთოდ აღარ არსებობს. და ვინაიდან ქართული კლიპი გახდა ბევრი ტელევიზიისთვის ელემენტარულად დროის შევსების ასე ვთქვათ საგანი და საშუალება აქედან გამომდინარე ხო ჩვენ აღარ ვაკეთებთ ამას იმიტომ რომ ჩვენ ვართ ტელევიზია ვცდილობთ ვიყოთ ტელევიზია და არა ვთქვათ საინფორმაციომდე ვავსოთ დრო. ბოლოს რა ვცდილობთ რომ თინეიჯერებს გასცდეთ და უფრო ყოვლის მომცველი ტელევიზია გახდეთ. არა, ჩვენ ცოტა უფრო ინტელექტუალური გადაცემები გავაკეთე ხლა, ანუ უფრო საგანმანათლებლო იქ მაესტრო ტესტი თუ ნახეთ ოროლა დილით სულ სხვანაირი, ანუ ბევრი ინფორმაციას ვაწვდით. კი, სწორი ხართ, ცოტა შევიცვალეთ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანია ჩვენ ვიყოთ საინტერესო ტელევიზია, ჩვენი მიზანი არ არის ვატრიალოთ მხოლოდ კლიპები, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იქნებ ახალ ჟურნალისტებს გქონდეთ რაიმე საინტერესო შეკითხვა. შეიძლება მოიფარგეს კიდევაც ერთი ძალიან მარტივი კითხვა მაქვს, ვინაიდან მუსიკალური გემოვნება არის მე მგონი ამ გადაცემის მთავარი თემა. მე მაქვს ყოველ თქვენთაგანთან ესეთი ერთი მარტივი კითხვა, რომელი მუსიკა, რომელიც თქვენ მოგწონთ და მაგალითად ბატონმა ლევანმა თქვა, რომ სახლში მამუკა მაპატიეთ, ბატონმა მამუკამ წანა რომ სახლში მის შვილებს თვითონ სთავაზობს მუსიკას და არაძლევს მუსიკალურ განათლებას რადიოს თუ ტელევიზიის მეშვეობით. რომელია ეს მუსიკა, რომელსაც თქვენ უსმენთ და რომელიც თქვენ მოგწონთ? მე ეს გულწრფელად მაინტერესებს და მგონია რომ თქვენ მსმენელს თუ მაყურებელს მათაც აინტერესებთ ეს. ანუ გემოვნების ჩამომყალიბებლების გემოვნება. მე მაინტერესებს მათი გემოვნება, რომელ მუსიკას უსმენენ ის. კი ბატონო, დავიწყოთ რეზოსგან? კონკრეტულად რაღაც ის ერთ მიმართულებას ამ ეტაპზე, ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, თქვა ეს იქნება ბლუზი, ჯაზი, როკ-ენ-როლი ან იგივე პროგრესიული ელექტრონული მუსიკა. ეხლა ნამდვილად გეტყვი რომ თქვა იყო ეხლა ბავშვობაში რაღაც მომენტები რომ ვიყავი თბილისში ერთ-ერთი ცნობილი თქვა ქვინომანი, ქვინის ყველა ალბომი მქონდა. ნუ რაღაც პერიოდი იყო, რაღაცას უსმენდი, რაღაც, მაგრამ ნუ აი ეხლა კონკრეტულად ვერ გეტყვი რომ მე ვუსმენ აი ამ სტილს. შემიძლია ჩამოთვალო რაღაც რამდენიმე ჯგუფი ან შემსრულებელი. თქვა ეს მარტივად თქვა მთელი ცხოვრების მანძილზე არ გულისხმობდა ყველა ეტაპს თავის მუსიკოსს. სამი ჯგუფი მაშინ ჩემი ცხოვრების პერიოდებს დავყოფ ესე, ნუ ეს იყო ბიტლები პირველ რიგში რა თქმა უნდა. იყო რაღაც ქვინის პერიოდი ჩემ ცხოვრებაში და იყო და რა თქმა უნდა ჯგუფ დეპეშ მოუდი ეს ჩემი number 1 ჯგუფია, ნუ ეხლა ძალიან ბევრ სხვადასხვა რაღაცას უსმენ. ქართულებს არ უსმენ. ქართულებს არ უსმენ. კვაცა. მე ქართულებსაც უსმენ, უცხოელებსაც უსმენ ალბათ ყველაფერს, ძალიან ბევრ მუსიკას. კონკრეტულად გითხარ. უსმენ, მაგრამ მიყვარს ძალიან ყველაფერი, რაც არის მელოდიური, რაც არის უფრო მეტად ლირიული, მე არ მიყვარს. კონკრეტულად თქვა. ზოგადად ვიტყვი და კონკრეტულად გეტყვი. კი ბატონო, მიყვარს ძალიან თქვათ ბარი ვაითი, მიყვარს აი ტკბილი, რო ეტყვიან შაქრიანი სიმღერები. თავისი ჯოდასენებით ეს იწვენ ეგზისტებაში და აი ყველა. კარგად კომფორტში ხართ თქვენ სამსახურში. პრინციპში იმ მუსიკის მენაგიზებთ, რომელსაც უშვებ. მე მაგალითად ვერასოდეს ვერ იქნებოდი ფორტუნა პლუსის მენეჯერი და ვერც არ დაიდარდა. დიდი მადლობა ბატონმა. მე ძალიან მიყვარს კლასიკა, ეს ლიტონის სიტყვები არის, მართლა ძალიან მიყვარს და სიამოვნებით უსმენ. ძალიან მიყვარს როკი, Pink Floyd-ი, კონკრეტულად, Mozart-ი, Pink Floyd-ი. ძალიან მომწონს ბოლო დროს hip-hop-ი. აბსოლუტურად არ მესმის soul-ი, რა არის, ნუ ამ Stevie Wonder-ს არ გულისხმობ. შეიძლება ქართველებმა დამაკარგინეს ამ მიმდინარეობას, თუმცა არც მაგალითად არ მომერიდება და ვიცი რომ ძალიან ბევრი ამის გამო დამძრახავს, მაგრამ Whitney Houston-ის ფენომენი ვერ გავიგე და Mariah Carey-ს რატომ ტირია მთელი ცხოვრება. ეს მე მესმის. კალოდონ მანა. მეთქი Mariah Carey-ს გესმის. შემოვნებით ხა გავიკვირდებათ რადიოური ქართული რადიოს ხელმძღვანელი ვარ, მაგრამ უფრო უსმენ ჯაზს და არა მარტო უსმენ, მაქვს პროფესიონალური ინტერესი. წლების მანძილზე მიყავდა სალექციო კურსი ჯაზის სტილების ისტორიაში. და არის რამოდენიმე მუსიკოსი, რომელსაც უბრალოდ ვეთავაყვანები, თუნდაც როგორც არის Wynton Marsalisი, ან Keith Jarrett. ასე რომ თქვენს რეკლამაში გავიდა, რომ ესეც კომპლექსიაო, მარტო ჯაზს რომ უსმენს, ვერ დაგეთანხმებით, ეს არის არა მარტო გადაცემა, არამედ გადაცემასთან ერთად ეს არის პროფესიონალური ინტერესი. მე შეიძლება ერთი ის თქვა, მე მინდა კომპლიმენტი გამოვთქვა რადიო 2-ის მიმართ, იმიტომ რომ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რადიოა და როდესაც
დაწნარება მინდა ნერვები არ მაქვს ეს რიგში, ხშირად ვუსმენ, იმიტომ რომ იქიდან არასდროს არ მოდის არც აგრესია, აი ძალიან ასე ვთქვათ. დიდი მადლობა. მომწონს თემები. ესე გავიგეთ პრინციპში რომ ამ ადამიანებს საკმაოდ ნორმალური გებოვნება აქვთ მიუხედავად იმისა რომ ისინი თქვენი აზრით არც თვისე კარგი. ნანამ ხაბატონ ნანამ ჩამჭრელი კითხვა უნდა დამისვას როგორც ვთქვა. არა, მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს თქვენი შვილები თუ უყურებენ მაესტროს. უყურებდნენ. ჩემი შვილები სისტემატიურად უყურებენ მაესტროს. უყურებენ და ჩემი თინეიჯერი შვილები არიან როკის ფანები, იმ როკის, რომელიც ისინი რო დაიბადნენ, აი მაშინ უკვე სხვა მიმდინარეობები იყვნენ. და სხვათა შორის მართლა გეუბნებით ნანა, მე არ მისწავლებია ვთქვათ ჩემი უფროსი გოგონასთვის, რომ გინდა თუ არა როკს მოусმენე, მაგრამ რო ჩართავს ხოლმე. ესეთი ასაკია ალბათ ხო? არა, რატო ეხლა დღევანდელი თინეიჯერები ვთქვათ ჩემი შვილისგან განსხვავებით ცოტა სხვას უსმენენ, მაგრამ მე ამაყება რომ ჩემი შვილი უსმენს როკს. და რამდენიც ლექსენსაც სიამოვნებით. ლექსენს მე დიდი სიამოვნებით უსმენ და ვთვლი რომ ეს არის უნიჭიერესი ადამიანი, რომელმაც ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ ქართულ ესტრადაზე ძალიან რევოლუციას არ ვიტყვი, მაგრამ ძალიან სერიოზული რამ გააკეთა. თუნდაც ის რომ ქობულეთში 30000 მაყურებელი იყო მასთან მოსული, ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს, იმ კასეტების გაყიდვას რაც რეკორდებიც მოხსნა ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს არის ძალიან ნიჭიერი პოეტი და მე ვარ ბედნიერი რომ ეს ადამიანი აღმოაჩინე და შეუწყო ხელი რომ მისი ნიჭისთვის გამეხსნა გზა. მე საერთოდ იმათი არ მესმის, შეიძლება არ მოგწონდეს ჰიპ-ჰოპი, მაგრამ ესეთი აგრესიული იყო. საერთოდ წარმატებული ხალხი ქართველებს არ გვიყვარს ეს. ეს თემა ძალიან შორს წაგვიყვანს და მადი ლიზა უკაცრავად დასვა. ლიზა გაშუულია ლექსენის სცენაზე. არა, მე მაინტერესებს უბრალოდ ის 30000 ბათუმში მიხეილ სააკაშვილის ქობულეთში სანახავთ მოვიდა. არა, ბათუმში 50000. არა, იქ ორივე ერთად, იმიტომ რომ შეიძლება დაუბრუნე მიკროფონი. მე საერთოდ უფრო მეტად გეტყვით, მე მგონი ეს კომპლიმენტი ლექსენს კი არა თქვენ გეკუთვნით, იმიტომ რომ არ მგონია რომ ლექსენს ახლა თავისი ნიჭიერებით და განსაკუთრებული პოეტობით დაემსახურებინოს ის. ვერ დაგეთანხმებით, ვერ დაგეთანხმებით. მაყურებელი, იმიტომ რომ უფრო ნიჭიერი პოეტებით ვიცით. თქვენს მენა გააქვს? ამბობენ. მუსიკას წერთ? კი. ვის არ აქვს მენა? თქვენ მოდით მე თქვენ აგიყვანთ და ყველაფერს ვიზამ ტელევიზორშიც გაატრიალებ და ის და თუ 30000 კაცს მომიყვანთ კონცერტზე. ეგ გვეცადა. ცადო? ეგ 40-იც მოვიდა. ეს პირველ რიგში მისი დამსახურებაა, პირველ რიგში მისი დამსახურებაა. ერთი ის არის. ხო, ცოტა სხვა რაღაცაზე მინდა გადავიტანო ეს. აი დავთვალე არის დაახლოებით 15 ადამიანი ახლა სტუდიაში და ნუ აი როგორც ესე ვთქვა ერთმანეთს ვეკითხებით, წამდაოწუმა აი რესპონდენტებსაც ვეკითხებით, ისეთი შთაბეჭდილება დარჩა რომ არავინ არ უსმენს ამ დაიდარდოს. არ დაიდარდოს. ხო? რატო მე უფრო მადარდეს ეთყობა და მე უსმენ ხოლმე, როდესაც კარგ ხასიათზე ვარ შეზარხოშებული, ძალიან ხშირად უსმენ ხოლმე და არც მერიდება ამის ხოლმე ქორწილში შავახოსაც. არა, ყოველ შემთხვევაში აი ჩამოვთვალეთ ყველამ რაღაცა სულ სხვა მუსიკა, რომელსაც საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ამ არ დაიდარდოსთან და თუნდაც სხვა რადიო სადგურებთან. და აი თქვენ კი აქ აცხადებდით რომ ასეთია საზოგადოების მოთხოვნა. აბა ჩვენ საზოგადოება არა ვართ? კი, მაგრამ ჩვენ ვარ ძალიან პატარა პროცენტი. უბრუნდებით არა, პატარა პროცენტი როგორ ვარ 15 კაც შორის არავის არ უთქვამს რომ მე უსმენ სიამოვნებით არჩევანის უფლება მოусმინეთ არის არჩევანის არ დაიდარდო რომ იყოს ერთადერთი რადიო კიდევ ერთხელ აღნიშნავ გადმოждდებოდი თქვენსკენ და ვეჩხუბებოდი ახლა რეზოს საშინლად მაგრამ თქვენ გაქვთ არჩევანის უფლება არსებობს უკვე აი წვანე ტალღა უკრავს როკს მარტო ხო როკ-ენ-როლს უკრავს ხო ეხლა მოდით იმას ვეჩხუბოთ, რატო უკრავ როკ-ენ-როლს მარტო, ვთქვათ, რატო არ უკრავ? არა, არ გეჩხუბებით, უბრალოდ მე არა, ისე ვამბობ, მეც ეხლა სტატისტიკა გამოვიყვანო ყველაფრიდან და ლოგიკა სამწუხაროდ ვერ ავარ. როდესაც თქვენ გაქვთ არჩევანის საშუალება ღილაკზე თითის მიჭერით, ეს უკვე პრობლემა აღარ არის. ნუ მოусმენთ ამ რადიოს, მოусმინეთ იმ რადიოს, რომელიც მოგწონთ. არჩევანის საშუალება რომ არ იყოს, სულ სხვა თემა იქნებოდა და სულ სხვა საუბარი იქნებოდა. კიდევ ერთხელ გეუბნებით თუ რადიო არ დაიდარდოში არის ყველაზე მეტი რეკლამა ვიდრე სხვა რადიოში, ესე იგი ისინი იქცევენ სწორად და მედიან სწორ მიმართულებით. იმიტომ რომ არჩევანის საშუალება დღეს არის. არ მოგწონთ, ნუ მოусმენთ. ხო, მე მგონი ბატონი მამუკა დღეს არ დაიდარდოს ინტერესებს იცავს. მუსიკალური ტელევიზიები არ არსებობს. ვინც მუსიკას ატრიალებს დღეს ტელევიზიები მინდა აღვნიშნო, ისინი მუსიკას ატრიალებენ მხოლოდ იმიტომ, რომ შეავსონ საეთერო დრო. მუსიკალური ტელევიზია, ჩვენ ტელევიზია არ ვართ, სტუდია ვართ.
ჩვენ ერთადერთი მაგას ვამბობ, ჩვენ არ ვავსებთ დროს მუსიკით, ჩვენ ვაკეთებთ მუსიკას ვემსახურებით. და ვერა ბოლო კითხვა. ბატონ მამუკასთან ექნება შეკითხვა. რაღაც ცვლილებები მართლაც არის მაესტროს ეთერში. მოხარული ვარ, მართლა მსიამოვნებს. შეკითხვა ესეთია, კომერციულად ისე ამართლებს თქვენი ტელევიზია? რა თქმა უნდა, ამართლებს, იმიტომ რომ ჩვენ დაახლოებით ერთ კვირაში მოგვივიდა ძალიან სერიოზული კომპანიების რეკლამა, თუნდაც ის რომ ვთქვათ, მაგთი, რომელიც ჩვენი სტუდიის გენერალური სპონსორია, გვენდო ეთერში გასვლამდე და მანამდე დაგვაფინანსა და დღეს უკვე ჩვენთან არის ჯეოსელის, კოკა-კოლასი, ყაზბეგის, რა ვიცი, ყველაზე მაყურებელთა რაოდენობაც დარჩა, თუ არ მოიმატა, ხო, როგორც აქ. მაყურებელთა რაოდენობა დაახლოებით 2-ჯერ ან 3-ჯერ გაიზარდა ჩვენ. ესე იგი, თქვენ კარგად გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობა და როგორ გონიათ, აი გემოვნებაზე მოახდინეთ თუ არა ზეგავლენა? გემოვნებაზე ზეგავლენას ვერც ერთი ადამიანი ვერ მოახდენს. გამორიცხულია ეს, რომ გემოვნებაზე მოახდინოს ადამიანმა ზეგავლენა. გამორიცხულია. კიდევ ერთხელ გეტყვით იმ მოყვათ ის მაყურებელი. ის მაყურებელიც მოყვა და ახალიც დაგვემატა, რა თქმა უნდა, და იმიტომ რომ ჩვენ შევცვალეთ ცოტა ფორმატი. ანუ ჩვენ ცოტა უფრო ინტელექტუალური გავხადეთ ჩვენი ეთერი. მაგრამ რო არ ყოფილიყო. ესე იგი შეიძლება ესეც იყოს კომერციული. მივედით იქამდე, რომ რადგან გაიზარდა, ესე იგი შეიძლება რომ არ ყოფილიყო ის მაესტრო. ისე არ იქნებოდა ეს ვეღარ იქნებოდა. თუნდაც იმიტომ რომ შეცდომებზე ვსაუბრობთ. მაგრამ მე იმას არ ვამბობ, რომ იქ შეცდომები არ მქონდა, ან ეხლა არ მაქვს შეცდომები. მე ვამბობ იმას, რომ ნებისმიერ მუსიკას აქვს არსებობის საშუალება. არ მოგწონს რა მუსიკას ტრიალებს მაესტროზე, არის არჩევანი, გადართე. გეთანხმები, მაგრამ ესე იგი მაინც შეიძლება დროთა განმავლობაში, ნუ ალბათ იმედიად გაიფუტრება ყველაფერი და გააჩნია მე რა კატეგორიაზე მოვისურვებ მუშაობას. მე მოვინდომე ცოტა ასაკობრივი ზღვარი ანეცია. ის ძველიც ხო გადმოყვა თინეიჯერები და ის მსმენელი არა, ბევრი ეხლა ტრიალებს დაახლოებით 15-15 ქართული შემსრულებელი ჩვენთან არ გადმოყვა. ერთ რაღაცას უკაცრავად გემოვნებაზე. კი გადმოყვა, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ შევცვალე სიტყვაზე გავაკეთე 1 საათიანი თამაში. იწურება. ამიტომ ბოლო კითხვის დასმის საშუალება მივცეთ ჩვენ. არა, მე კითხვა არა მაქვს, გამოსავალი ვიპოვნე მე მგონი. იქნებ თუგი მოგვიწევს იმ მუსიკის მე როგორც მივხვდი, ესე იგი ერთადერთი გამონაკლისის გარდა რომელიც უშვებს იმ მუსიკას, რომელიც მას მოსწონს და სიამოვნებს, თუ უშვებთ იმ მუსიკას, რომელიც არ მოგწონს ჩვენ, მაგრამ ვფიქრობთ რომ და არის შეკვეთა მსმენელისგან, იქნებ გავაკეთოთ ესეთი გამოსავალი ვიპოვნე, რომ ჩვენ უთხრათ მსმენელს, რომ წამყვანმა უთხრათ მსმენელს, რომ მე ეს მუსიკა არ მომწონს, მაგრამ შენ ახლა ხო მე ამას გავუშვებ. შესაძლებელი ამან იმოქმედოს, მაგალითად ბავშვების მაგალითზე შემიძლია ეს გავაკეთო. იყო ესეთი შემთხვევა, როდესაც ჩემმა შვილმა დაიწყო შედარებით თუ პატარა ასაკში კიდევ კარგი დაიწყო ესეთი მუსიკის სმენა, რომელიც არ მომწონდა მე. მე მივხვდი რომ მე რო ეს ავგრძალო, მე ვერ მივახცევ მიზანს და ის კიდევ უფრო აქტიურად მოусმენს ამ მუსიკას. ამიტომ ცადე ესეთი ტაქტიკა, მე ვუთხარი შენ მოусმინე რასაც გინდა, მაგრამ ვეუბნებოდი და უფიქსირებდი ჩემ აზრს, რომ მე ეს მუსიკა არ მომწონს. და გაჭრა ამაც საკმაოდ მალე სხვათა შორის და იქნებ ესე გვეცადა რომ როდესაც არ დაიდარდო სიმღერებს შევთავაზებთ წინასწარ ვუთხრათ რომ ჩვენ არ მოგწონს მაგრამ რახან თქვენი თხოთ ჩვენ თავაზ ის რა არის თქვენი გემოვნება შეიძლება სრულყოფილი არ არის და სულაც არ აძლევთ თქვენ შვილს კარგ რჩევებს ხო სწორია გასაგებია ძალიან დიდი მადლობა მოკლედ მიუხედავად იმისა რომ გემოვნებაზე არ დაობენ როგორც ჩანს მაინც დაობენ მაგრამ როგორც ჩანს მიუხედავად ამისა მაინც ყველა თავის აზრზე რჩება დღევანდელი პრესის თემა იყო მასმედია და მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება ძალიან დიდი მადლობა სტუმრებს დიდი მადლობა ჟურნალისტებს და დიდი მადლობა რა თქმა უნდა მაყურებლებს შევხვდებით მომდევნო შაბათს ისევ თოქ-შოუში პრესი კარგად